მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ეთერშია სოლიდარობის სტუდიის ანალიტიკა, დღეს თქვენთან ვისაუბრებთ მე თენგო ომანიძე, მერაბ ჭიქაშვილი და ჩვენი მეგობარი სოტნე მარღია. მოგესალმებით მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად ეთერში. მივესალმებით ჩვენ სურნელს და მაყურებელს, მივესალმებით სოტნეს, სოტნე ჩვენი მეგობარია კი და ასევე თქვათ ხოლმე ყოველთვის მაინც კარგი იქნება. ფილოსოფოსი და ანალიტიკოსი სოტნე მარღია, ჩვენი გუნდის წევრი მართლაც და მადლობა ორივეს, მინდა გითხრათ რომ ანალიტიკა ვცდილობთ რომ ყოველ შემთხვევაში ჩვენი მსმენელთა მაყურებლისთვის იყოს საკმაოდ ობიექტური და ჩვენი რაციონალური მსჯელობა იყოს რა თქმა უნდა ჩვენი მოსახლეობისთვის საინტერესო. კიდევ ერთხელ ვთხოვ უბრალოდ ყველას ჩვენს გამომწერებს და ზოგადად ჩვენს მსმენელს და მაყურებელს რომ კიდევ უფრო მეტად იაქტიურონ, გადააზიარონ ჩვენი გადაცემები, გამოიწერონ ჩვენი YouTube გვერდი, როგორც YouTube გვერდი, YouTube-ის პლატფორმა, ასევე Facebook-ის პლატფორმა და ასევე გადაუზიარონ მეგობრებს და კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვ ყველას რომ YouTube-მა მოკლედ უფრო გააუმჯობესა და ალგორითმი უფრო მეტად შეცვალა, ანუ კარგისკენ, მარტო ლაიქი არ არის საკმარისი, თუ იაქტიურებთ კომენტარებითაც ძალიან კარგი იქნება და რაც განაპირობებს ასევე ჩვენს უფრო მეტ პასუხისმგებლობასაც, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი არის ჩვენთან ერთად, ასე რომ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველას. რა თქმა უნდა, პირველ რიგში სანამ ცოტნესთან გადავალ და მასაც მივცემ სიტყვას, მეც ასევე მინდა მოგიწოდოთ რომ გააზიაროთ ჩვენი ვიდეო, რაზეც ისაუბრა მერაბმა და საერთოდ ამ ხრივ მადლობა მინდა გადავხადო ჩვენს მაყურებელს, ვინაიდან აი ბოლო პერიოდის სტატისტიკა, რომელსაც შემდეგ ჩვენ რაღაც პერიოდულობით რა თქმა უნდა გამოვაქვეყნებთ ხოლმე, ნათლად ხატყობს რომ სოციალურ ქსელში ჩვენს მიმართ ინტერესი არის გაზრდილი განსაკუთრებით აი ბოლო თვის მონაცემებით და ამისათვის თითოეულ თქვენთანაც დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ გააზიარეთ, დააკომენტარეთ აუცილებლად ვიდეოზე ახალი ალგორითმით. მხოლოდ ლაიქს არ აქვს აღარანაირი მნიშვნელობა, კომენტარი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველას გთხოვთ რომ დაწეროთ კომენტარები, თქვენი მოსაზრებები, შეკითხვები, გაგვიზიაროთ და ჩვენ აუცილებლად ამ ყველაფერს გავაჟღერებთ. გავითვალისწინებთ გადაცემის მსვლელობის დროს. ახლა კი შენ მოგესალმებით, შემოწოდნე და დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან. მოგესალმებით მერაბ თენგო, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ხო, საინტერესო მე ესე ვიტყოდი რომ საინტერესო თემა გვაქვს დღეს ასაუბროთ, რასაც მე ალბათ თენგო და მერაბ თქვენ უკეთ გაშლით. უბრალოდ ჩვენი გადაცემა არის ანალიტიკური გადაცემა, რომელიც ესე რომ მიმოვიხილო რაღაც ფაქტებზე, რაციონალური მსჯელობიდან და ლოგიკიდან გამომდინარე რაღაც დასკვნებს ვაკეთებთ, ხო? მეტნაკლებად შეიძლება ზოგ შემთხვევაში სწორადაც ვაკეთებთ ამ დასკვნებს, შეიძლება ვცდებით, თუმცა ერთადერთი რაც შეიძლება ითქვას და რაზეც შეგვიძლია თავი დავდოთ, რომ ეს არის რომ ამოვდივართ ყოველთვის რასაც საუბრობთ ფაქტებიდან გამომდინარე, ხო? დღესაც მსგავსი გადაცემა გვექნება, ძალიან საინტერესო გადაცემა გვექნება, დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ თემა არის ძალიან საინტერესო და ავიცი, გვიყურეთ, გვისმინეთ და როგორც მერაბმან და თენგომ მოიწონეთ ჩვენი გადაცემა, ჩვენი ლაივი, პირდაპირ ეთერი გადააზიარეთ დააკომენტარეთ, გამოთით თქვენი მოსაზრებები და ჩვენ წავიკითხავთ თქვენს ნააზრევსაც. დიდი მადლობა. რა შეეხება უშუალოდ თემას, რაზეც უკვე ცოტნემაც ახსენა, როგორც headline-ის გამოვა ეთერში და წაიკითხავთ დღევანდელ გადაცემაში, ჩვენ დღევანდელი გადაცემის სათაური აი პირდაპირ ესეთი არის, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების პირდაპირი ეფექტი. ანუ რა გავლენა აქვს ამ პირდაპირ ფრენების აღდგენას, რომლისგანაც უკვე 2 წელზე მეტია ხო გასული, რა ეფექტი მოუტანა ამ ყველაფერმა ჩვენს ქვეყანას და სხვა შორის მნიშვნელოვანია ვთქვათ ისიც რომ ჩვენი აი ამ გადაცემის ამ თემის ინსპირაცია ასე ვთქვათ ერთგვარად იყო პარასკევს 18 ივლისს TV იმედის დილის ეთერში გასული ერთი საინტერესო ინფორმაცია, სადაც ტელეკომპანიამ საზოგადოებას მიაწოდა პრაქტიკულად უახლესი ინფორმაცია. ბოლო განახლებული მონაცემები. სტატისტიკა, მოდი ვთქვა. სტატისტიკა. გიორგი აბაშიშვილი, რომელიც საკმაოდ გამოცდილი ეკონომისტია. ბატონო, ეს ეკონომიკური სტატისტიკა, რომელიც უშუალოდ უკავშირდება ფრენებს. ჩვენ ყოველ შემთხვევაში გამოგვაქვს ახლა ფრენების ნაწილი, თორე იქ რა თქმა უნდა TV იმედის სიუჟეტში ბევრად უფრო ვრცლად იყო სხვა საკითხებსაც ფულად გავლენებს კლიანტ ეკონომიკაზე, მაგრამ აი კონკრეტულად ფრენებთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციაა და ვთხოვ რეჟისორს რომ გაუშვას, შემდეგ უკვე ჩვენ ამ ყველაფერს გავშლით. შევხედოთ კიდევ ერთ განახლებულ მაჩვენებელს, სადაც
ჩვენ შევხედავთ ძირითად ტენდენციებს, აი რომელიც იყო საქართველოში აეროპორტების მაჩვენებლის ნაწილი და აქედან ლოგიკურად გადავალთ შენგონ ფუნდამენტურ ფაქტორზე, ჯერ შევხედოთ ამ მაჩვენებელს, სადაც 14%-იანი ზრდა ფიქსირდება საქართველოს აეროპორტებში და ბუნებრივია ეს კიდევ ერთხელ არის დასტური პირდაპირი ფრენების მათ შორის და არა მხოლოდ, მაგრამ ძირითად შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ პირდაპირი ფრენების კონკრეტული შედეგი აისახება ამ შემთხვევაში ქვეყანაზე, ის რა თემაზეც უდიდესი სამუშაო იქნა გაწეული, მე არაერთხელ აღვნიშნე, მათ შორის ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქურუმიშვილი, როდესაც ის კურებდა სწორედ ტურიზმის მიმართულებას და პირდაპირ ფრენებს, მან შეძლო იმ პერიოდში, როდესაც ბევრი საუბრობდა იზოლაციაზე, შეძლო წამყვანი ქართულ ბაზარზე წამყვანი ავიაკომპანიების შემოსვლა, არ ვიცი, ამ ბოლო პერიოდში რამდენი პირდაპირი ფრენაც დაინიშნა, ეს მართლაც ისტორიული მაჩვენებელია, რომელიც კონკრეტულ შედეგებს დებს. აქ და ახლა ვნახოთ ეს კონკრეტული შედეგები ტურიზმის მაჩვენებელზე, შემდგომი დიაგრამა, სადაც კიდევ ერთი ფუნდამენტური ფაქტორია, ეს შეეხება სწორედ ტურიზმის ნაწილს და ტურიზმის ნაწილში ჩვენ ვხედავთ ციფრებს, ტურიზმი ჩვენ დეტალურად ხდება გაშლილი და აღარ შევალ ცხადია ამ დეტალებში, თუმცა ეს მაჩვენებლები, რომლებიც არის დაფიქსირებული საკმაოდ შთამბეჭდავია, მხოლოდ რამოდენიმე ციფრს ვიტყვი, რომელიც ამ შემთხვევაში დიაგრამაზე არ არის წარმოდგენილი, მაგალითად, როდესაც ჩვენ გვესაუბრებოდნენ ტურისტების შემცირებაზე ევროკავშირიდან, ფაქტები არის პირიქით ევროკავშირიდან, ევროპიდან, ბრიტანეთიდან. ჯამში 10%-ზე მეტად არის ტურისტების მაჩვენებელის გაზრდა. დიახ, ბრიტანეთიდან არის 20%-ზე მეტად, მათ შორის ვიცით ბრიტანეთთან პირდაპირი ფრენები. ის რის სახებაც ვსაუბრობთ. მათ შორის არის ყურის ქვეყნებიდან, ანუ ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ მაღალ მსყიდველობით უნარიან ტურისტებზე, დიახ, მაღალი მსყიდველობით უნარიანი ტურისტები არიან ისინი, რომლებიც ჩამოდიან ქვეყანაში, მათ შორის შევხედავთ სასტუმროების დატვირთულობის მაჩვენებელს, აქაც ჩვენ შესაბამისი შედეგი გვაქვს. მოკლედ აქ არის ერთი ძალიან საინტერესო მომენტი და მოდი ვთქვათ, ჯერ ერთი ხო, კი ბატონო გიორგი აბაშიშვილი, საკმაოდ განათლებული ეკონომისტია, ის ხოთა შორის ყოველთვის, შეიძლება ვიღაცამ თქვას, რაღაცა თქვათ ხელისუფლებისთვის ან სასეკეთოთან თქვათ რაღაცა მიკერძოებასთან დაკავშირებით, მაგრამ მოდი ამ შემთხვევაში ჩვენ ცივად შევაფასოთ ეს სტატისტიკა, ეს არის სტატისტიკა, რომელზეც გიორგი აბაშიშვილმა გამოიტანა, მართალი ხარ თენგო, საკმაოდ დიდი ნაწილი იყო აქ. საერთოდ ზოგადად იყო მთელ ეკონომიკაზე, ბრუნვაზე, აი ბოლო და აქ საუბარია დიახ ბოლო კვარტალზე, ბოლო ორ კვარტალზეა საუბარი და ფრენების ნაწილს რაც შეეხება, ჩვენ მაყურებელმაც ნახა, ციფრების ნახა ასე შემდეგ. კი ბატონო, მან გამოიტანა ეს მთლიანი სტატისტიკა, მან არ ჩაშალა, არ დააკონკრეტა კონკრეტულად ფრენები, ავიაკომპანიები, ქვეყნები, მესმის, მოდი ახლა ჩვენ თქვათ რომ შეიძლება საკმაოდ დიდი გამოსული იყო, მაგრამ ჩვენთვის ეს იყო პირველ რიგში მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრა გიორგის, ამის ინსპირაცია ჰქონდა, ეს არის სტატისტიკა, სტატისტიკის დეპარტამენტიდან, ანუ შესაბამისად წყაროებიდან აღებული მისგან ინფორმაცია, მაგრამ რადგან მან ვერ მოახერხა თუ ვერ მოასწრო და მართლა დიდი გამოვიდოდა სიუჟეტი, მთლიანად საქართველოს ფრენების რაც იყო სტატისტიკა ფრენებთან მიმართებაში და თუ რომ ღრამხელა ბრუნვა და რამდენი მგზავრის განატანა იყო, მოდი ჩვენ ამ შემთხვევაში მაყურებელს და საზოგადოებას ვთქვათ, რომ ინსპინირება რატომაც მოხდა და რისთვისაც გვინდა, მოდი ჩვენ ერთად ჩვენმა გუნდმა, რაც გავაკეთე და რაზეც სხვა შორის ძალიან მოკლე დროში, იმიტომ რომ შაბათ-კვირა ფაქტიურად ჩვენ უბრალოდ ისე გქონდა ერთმანეთთან სატელეფონო და თქვა ინტერნეტ კავშირი, ფაქტიურად დღეს რაც ჩვენ მომამზადეთ, გამოვყოთ აი ამ მთლიანი ფრენების სტატისტიკიდან და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველა კომპანიას, ყველას რომ ეს არის საქართველოს ეკონომიკის შემოსავალია, მოდი ახლა ჩვენ შევეცადოთ გამოვყოთ ამ შემთხვევაში კონკრეტულად რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების საკითხი, ანუ ფრენები რუსეთ-საქართველოს შორის. ჩვენ დავეხმაროთ ამ შემთხვევაში გიორგისაც და მოსახლეობასაც და კიდევ ერთხელ მადლობა, რომ ჩვენ ეს კარგად გამოვიყენეთ მისი მონაცემები. ეს მონაცემები სწორია, ციფრები მართლა 100-ია, მაგრამ რა წილია ახლა რუსეთ-საქართველოს შორის ჩვენ ამაზე გვინდა ვილაპარაკოთ და რომ აი თქვა ცოტა მას თქვა თავის სათქმელი და რატო გვინდა ესეც ალბათ ცოტა სიტყვის ამას და რა პლუსია თქვა რატოა ეს კარგი სხვათა შორის მაჩვენებელია. ორ სიტყვას ვიტყვი, თორე ორ სიტყვას შევიტყვი, ანუ რატო გამომახვილოთ ყურადღება? ჩვენ არა ტელეკომპანია იმედმა და ბატონმა გიორგიმ გამომახვილეს ყურადღება და მათ შორის საქსატმა გამომახვილა ყურადღება. ხო, აქ იყო საუბარი მთლიან სიუჟეტს თუ ავიღებთ, ექსპორტზე იყო საუბარი, იმპორტზე იყო საუბარი და ასე შემდეგ. ხო, ფულადის ზავნილებზე იყო საუბარი. ხო, ანუ ეს არის ძირითადი ფაქტორები
როგორც მთავრობა გვეუბნება, მათ შორის სტატისტიკას როგორც გვეუბნება, ქართული ეკონომიკის ზრდის, აი ხო გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, აი ამ ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მთავარი ფაქტორები არის ეს 3 ფაქტორი, ხო? ფულადი გზავნილები, ექსპორტის ზრდა და მიმოსვლა, ტურისტულად შემოსული ადამიანების რაოდენობა ქვეყანაში, ხო? ამის ზრდა, როგორც ბატონმა გიორგიმაც აღნიშნა და რეკორდული მაჩვენებელია 2025 წლის პირველ 2 კვარტალში, რეკორდულად გაიზარდა ტურისტების რაოდენობა და შემოსვლა საქართველოში და ამ კუთხით საინტერესო არის ჩვენთვის რა ეფექტი ქონდა პირდაპირ ფრენების აღდგენას რუსეთთან, ხო? ანუ ეს რაღაცა ცალკე ხო ვერ იქნება, ანუ კი ბატონმა გიორგიმ ევროკავშირზე ისაუბრა, რომ იქიდანაც არის მზარდი, კი ბატონო და ასევე ის აღწერა, რომ ბევრი კომპანია ეხა დაემატა და მართლა ძალიან ბევრი დაემატა, ძალიან დიდი კომპანიები, რომელიც ბრიტანეთი რაც თქვა, ლონდონში პირდაპირ ფრენები და ასევე 26 წელიწადში შემოდის საკმაოდ დიდი კომპანია ეს ეხება აზიური კომპანია, რომელიც კი ბატონო, ჩინური და კიდევ ერთი მე მგონი რომ რაღაც არაბული კომპანია, ესეც თქვა მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში გამოვყოთ სწორედ ზუსტად რუსეთ საქართველოს რუსული წილი რა არის? რუსული წილი რა არის პირდაპირ ფრენების? რა არის ამ ეკონომიკურ ზრდაში, ამ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაში, აი ამ ტურისტების რეკორდულ მაჩვენებელში რა არის რუსული როლი და შესაბამისად რა არის პირდაპირ ფრენების როლი აი ამ კარგ საქმეში? ეკონომიკაში უბრალოდ დავაზუსტებ და შემდეგ უკვე რეჟისორს ხოს რომ გაუშვას სიუჟეტიც, რომ რუსული წილი შეიძლება პირდაპირ არ იყოს ეს ასახული, ეს მარტო ფრენებს არ მოიცავს, ხო? რა თქმა უნდა, აქ არის საუბარი თვითბრუნვა, არის ძირითადი შემოსავალი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უბრალოდ ჩვენ რაზე გვაქვს ძვირფასო მეგობრებო საუბარი, რომ მართლაც როგორც იმედი სიუჟეტშიც იყო ნათქვამი, რეკორდულად არის გაზრდილი ამ შემთხვევაში საქართველოში ვიზიტორების რაოდენობაც და დანიშნული ფრენების რაოდენობაც, ოღონდ რეკორდულად აი აქ ხაზი რას მინდა გაუსვა, რომ დღეს არსებულმა მონაცემებმა გაუსრო პანდემიამდელ პერიოდს. ანუ ეს რატოა მნიშვნელოვანი? ეს ყველა ქვეყანას ჰქონდა პანდემიამდე, შეიძლება ზოგს მეტი, ზოგს ნაკლები მაჩვენებელი, მაგრამ აი პანდემიამ გაანულა, ხო? ყველაფერი შეწყდა, დაიკეტა სოფლიო და შემდეგ უკვე ხელახლა დაიწყეს ქვეყნებმა ამ მაჩვენებლების ზრდა. დღეს საქართველოს რა მაჩვენებლებსაც მიაღწია ამ ხრივ და ეს ჩანდა იმედის სიუჟეტში, ეს არის უფრო მეტი ვიდრე ეს იყო პანდემიამდე. ამიტომ არის ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი და როგორც იცით, რუსეთშიც პირდაპირ ფრენები აღდგა პანდემიის შემდგომ პერიოდში უკვე 2023 წელს და ჩვენ შევეცადეთ და ეს მერაბმა თქვა, რომ ძალიან შეზღუდული რესურსით, რა თქმა უნდა, ჩვენ შეიძლება არ გქონდეს იმისი პრეტენზია, რომ რაღაც ექსპერტული, ასე ვთქვათ, ცდომილების გარეშე მონაცემები, ამიტომ ყოველთვის სიუჟეტში ჩვენ ვიზახით, რომ ეს არის დაახლოებითი მაჩვენებელი და ამ ხრივ ფიქრობთ იქნება საინტერესო ის პატარა ექსპერიმენტი, რომელიც ჩვენმა გულმა ჩაატარა. ვიდრე გაუშვებთ ჩვენ რეჟისორი ამ სიუჟეტს, კიდევ ერთხელ ერთი მთავარი დეტალი შევიტანოთ. მაყურებელი ახლა ნახავს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის რაც საერთო წილია, კონკრეტულად ნახავს უკვე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს შორის ადგენილ პირდაპირ ფრენებზე უკვე ნახავთ. ჩვენ გამოვყავით, მაგრამ ვიდრე გაჩვენებდით ამას, ასევე ჩვენ მივეცით თავს უფლება, კონკრეტულად მეც და თენგომას და ცოტნემაც, მივეცით თავს უფლება, რომ კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით, სიხარულითაც სხვათა შორის, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველაფერი რაზე ჩვენ ახლა საუბრობთ, ეხება საქართველოს ეკონომიკას, საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს, საქართველოს მოქალაქეებს. და კიდევ უფრო მეტად რაღაცა კი ბატონო, ამაყათაც შეგვიძლია ვთქვათ, ძალიან პატარა პროცენტი ჩვენი წილი ამაში არის, რატომ? და კონკრეტულად ჩემი და ჩემი მეგობრების წილი არის, რატომ? იმიტომ რომ გავიხსენოთ 2022 წლის 7 დეკემბერს, მაშინ, როდესაც ორგანიზაცია სოლიდარობა მშვიდობის ხელმძღვანელი გახდით თავმჯდომარე, პირველი ფორუმი ჩვენი ორგანიზაციის ორგანიზატორობით და პასუხისმგებლობით ჩატარდა მოსკოვში, პირველი ფორუმი, სადაც ოფიციალურად როგორც ვიყავით ჩვენ ორგანიზატორები, ასევე მიწვეული იყო ბევრი ის ადამიანი, ის ორგანიზაცია, რომელსაც რუსულ-ქართულ ურთიერთობებში საკმაოდ დიდი წვლილი აქვს შეტანილი და შრომა აქვს ჩადებული და ასევე რუსეთის მხრიდან მთელი სახელმწიფო უწყებები, პარლამენტი, რუსეთის დუმა, რუსეთის დუმის კომიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების თავმჯდომარე, ყველა და საგარეო საქმეთა სამინისტრო, ყველასთან ერთად ჩაატარეთ საერთო ფორუმი, ეს ხდება 2022 წლის 7 დეკემბერს, სადაც რეზოლუცია გავიტანეთ, ორ საკითხი იყო. სადაც იყო ჩვენი თხოვნაც და მოთხოვნაც რუსეთის პრეზიდენტის მიმართ და ხელისუფლების და პარლამენტის მიმართ, რომ
საქართველოს აუდგეს პირდაპირ ფრენები, რომელიც ვიცით როგორც შეუწყდა და რის გამო შეწყდა, ასევე მოეხსნას ვიზა. ეს ორივე შესრულებულია. ეს ორივე შესრულებულია უკვე 23 წლის მაისში, ასევე იქ ვარ მე და ჩვენი გუნდის წევრებიც. ეს 10 მაისს ხდება, ხო? 10 მაისს უკვე პრეზიდენტი პუტინი ხელს აწერს ჩვენ მოთხოვნას, თხოვრას, რაც ჩვენ ვთხოვეთ, მოსკოვში ხართ. ჩვენ ამ დროს მოსკოვში ვართ. 10 მაისს უკვე ხელს აწერს, რომ ფრენები უნდა აღდგეს და ვიზებიც მოიხსნას. ლოგიკურათაც, ადამიანურათაც ამდენი წლის მერე ჩვენ უკვე როცა ვლაპარაკობთ ოფიციალურ სტატის მონაცემებზე, სადაც კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას გიორგი აბაშიშვილს და ნებისმიერ ადამიანს და სახელმწიფოს, ვინც ამას ითქვის, აი აქედან გამომდინარე უკვე, ამიტომ გვინდა ჩვენ გამოვყოთ, რომ მეც, თენგო, შენც ცოტნეს და აი მაყურებელი ვისთანაც ერთად ჩვენ ვარ და იმ ჩემი მეგობრების წინაშეც რომ ვიყოთ მართლები, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მცირედი რამე გვაქვს გაკეთებული და მიგვიღია მონაწილეობა. იმიტომ გამოვყოფთ, რომ ნეტა რა არის რუსულ-ქართული ფრენების აღდგენის წილი და ვიზების მოხსნა ამ საკითხში. აი ამას ნახავს ახლა მაყურებელი, სადაც პირდაპირ გეუბნებით. სავარაუდოდ თქვენთან ერთად პირდაპირ ეთერში ჩავატარეთ ექსპერიმენტი, რომელს სიუჟეტს ახლა ნახავთ და ერთად ვნახოთ რა წილი აქვს ამ უდიდეს შემოსავალს საქართველოს ეკონომიკაში რუსეთთან ფრენების აღდგენას და ვიზების მოხსნას. აი ეს უნდა ნახოს ახლა ჩვენ მაყურებელმა. კი ბატონო, ხო, რეჟისორს რო გაუშვათ ეს სიუჟეტი და შემდეგ დაგიბრუნდებით. სოლიდარობის სტუდიის გუნდმა გადაწყვიტა ჩაეტარებინა მოკლე ექსპერიმენტი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან, რა ინტენსივობით არის ფრენები რუსეთის მიმართულებით, რომელ ქალაქებში, რამდენია დღეში რეისი და შესაბამისად ბუნებრივია ფასები. თქვენთან ერთად გვინდა ჩავატაროთ ექსპერიმენტი და გვაინტერესებს მაგალითად ამ შემთხვევაში Georgian Airways-ის ავიაკომპანიის განრიგი მოსკოვის მიმართულებით ამ შემთხვევაში. აი მოდით ავირჩიოთ მოკლედ თბილისიდან გაფრენა მოსკოვში. თარიღი ავირჩიოთ მაგალითად ხვალინდელი რიცხვი 22 ივლისი, ერთი გზა იყოს ფასები დოლარებში. ნახოთ როგორია თანმიმდევრობა გრაფიკი. ხედავთ რომ ყოველ ფაქტიურად ხედავთ 22 ივლისს არის 3 რეისი სულ 9 საათზე დილით რეისი მიმართულება ხედავთ ბილეთის ფასი 193 დოლარი და 40 ცენტი დარჩენილია 7 ბილეთი შემდეგ არის 23 საათსა და 30 წუთზე თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით 9 ბილეთია დარჩენილი ფასი ამ შემთხვევაში არის 193 დოლარი ხოლო მესამე რეისი არის 14 საათზე და დარჩენილია 9 ბილეთი, ფასი 228 დოლარი და 40 ცენტი. ხედავთ რომ დაახლოებით 3 რეისი აქვს დღეში აირზენას მოსკოვის მიმართულებით. მოდი ვნახოთ 23-ს. ფაქტია 23-ში არის 2 რეისი, 10 საათსა და 30 წუთზე, ბილეთის ღირებულება 228 დოლარი და 40 ცენტი, დარჩენილია 9 ბილეთი, ხოლო მეორე რეისი 14 საათზეა და ბილეთის ფასი 228 დოლარი და 40 ცენტი, დარჩენილია ასევე 9 ბილეთი. ნახოთ 24 ივლისს, 24 ივლისის 24-ში არის 3 რეისი, აირზენა მოსკოვის მიმართულებით, თბილისი-მოსკოვი 9 საათზე, შემთხვევაში ბილეთის ფასი 402 დოლარი და 40 ცენტია, 9 ბილეთია დარჩენილი, 14 საათის ბილეთი, ანუ მეორე რეისი 24-ში არის ფასი ცოტა 529 დოლარი, საკმაოდ მაღალია და 40 ცენტი დარჩენილია 4 ბილეთი, ხედავთ რომ საკმაოდ შეზღუდულია და მესამე რეისი ეს არის 22 საათსა და 20 წუთზე, ასევე დარჩენილია 6 ბილეთი და ფასიც საკმაოდ მაღალია 599.40 ცენტი, 599 დოლარი და 40 ცენტი. ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ უბრალოდ ნახოთ აი გრაფიკა თქვენთვის რომ მაყურებელმაც ვიცოდეს, 25 ივლისს შეგვიძლია ჩვენ ნახოთ ისევ 3 რეისი, ხედავთ 9 საათზე, 14 საათზე, 23 საათზე ბილეთებს ხედავთ თქვენ თვითონ, ანუ
საკმაოდ ცოტა ბილეთებია დარჩენილი და აკვირდით კარგად 6 ბილეთია დარჩენილი დილის რეისზე, შემდეგ 4 ბილეთი შოთის რეისზე და საღამოს რეისზე არის უკვე 9 ბილეთი, ფასსაც ხედავთ. მოკლედ, ფაქტია რომ აირზენა თბილისი მოსკოვი ახორციელებს შეიძლება ითქვას ყოველ დღე ფრენებს და დღეში 3 რეისია თბილისი მოსკოვის მიმართულებაზე ამ შემთხვევაში საუბარი. მოდი ახლა ჩვენ ვნახოთ აირზენას ასევე თუ აქვს თბილისი სანქტ-პეტერბურგი. თქვენთან ერთად ჩავწერ, აი ესე ავირჩიოთ თბილისი, ამჯერად ავირჩიოთ სანქტ-პეტერბურგი, კი ბატონო, აი თქვენთან ერთად ხედავთ. გაფრენის თარიღი, თქვათ, ისე 22 არ არის, ეთყობა 23-შია, ეთყობა დღე-გამოშვებით იქნება ალბათ ფრენა, ისე მიუთითოთ ერთი გზა, კი ბატონო, ფასები დოლარში. ნახოთ, აირზენა ამ შემთხვევაში ახორციელებს 23-შია 00 საათსა და 40 წუთზე ღამის რეისია. დარჩენილია 9 ბილეთი პეტერბურგის მიმართულებაზე ამ შემთხვევაში საუბარი $322 და 40 ცენტი ღირს. ხედავთ რომ 25-შია აშკარად დღე-გამოშვებით ჩანს თბილისი პეტერბურგი, რომელსაც აირზენა ასრულებს ამ შემთხვევაში ჩვენ მხოლოდ ავიაკომპანია აირზენას გვერდზე ვარ, დიახ, ისევ 00:40 წუთზე და ამ შემთხვევაში ბილეთი საკმაოდ მაღალია, დარჩენილია 8 ბილეთი, ფას ხედავთ $1005 და 40 ცენტი. და როგორც ჩანს 27-შიც, ანუ დღე-გამოშვებით უკვე აირზენა პეტერბურგის მიმართულებით თბილისი პეტერბურგი ახორციელებს დიახ თითო რეისს დღე-გამოშვებით. ესე იგი კვირაში სადღაც 3 რეისია, დარჩენილია 2 ბილეთი, ხედავთ თქვენ 27 ივლისის ხედავთ მონაცემებს, 2 ბილეთია დარჩენილი, ფასი $427 პეტერბურგის მიმართულებით. ეს იყო პეტერბურგის მიმართულება თბილისი პეტერბურგი ამჯერად აირზენა. ჩვენ ამით დავასრულოთ აირზენას მონაცემები და შემდეგ დავბრუნდეთ სხვა გრაფიკაზე. ამ შემთხვევაში ჩვენ დავინტერესდით უკვე ავიაკომპანია აზიმუტის რეისებით. ეს არის რუსული ავიაკომპანია. მოდი შევიდეთ მათ ვებგვერდზე, ნახოთ თბილისიდან გვაინტერესებს ჯერ მოსკოვი, თბილისი მოსკოვი. მიუთითეთ თბილისი, ახლა მიუთითეთ მოსკოვს, ნუკოოს აეროპორტი. ნახოთ, თარიღი ავიღოთ იგივე, თქვათ აი მაგალითად ხვალ რომ გვინდოდეს ეს გაფრენა 22-ში და მიუთითოთ, ნახოთ ბილეთების ზებნა. შეიძლება რუსულ რუბლში იყოს ფასი, მაგრამ ნახოთ ჩვენ შეგვიძლია შემდეგ გადავიყვანოთ. დიახ, მოკლედ, ხედავთ რომ თბილისი მოსკოვი აზიმუტი ახორციელებს, მაგალითად 22-ში 3 რეისია 06 საათსა და 35 წუთზე მიფრინავს ფასი ბილეთის არის 14268 რუბლი ჩვენ სავარაუდოდ გადავიყვანთ ამ რუბლებს რა თქმა უნდა შესაბამისად დოლარში უფრო იქნება საინტერესო მეორე რეისი მოკლედ არის 14 საათსა და 55 წუთზე ამ შემთხვევაში ფასია 17088 რუბლი და მესამე ფრენა არის, მესამე რეისი 22 საათსა და 25 წუთზე, ფასი 14268 რუბლი. მოდი ვნახოთ, ვიდრე ჩვენ საერთო ჯამს გეტყვით, ანუ რამდენია დოლარში. მოდი ვნახოთ 23-ის ბარემ, აი აქვეა 23-ში, საუბარი აზიმუტი თბილისი მოსკოვი. ეს არის რუსული ავიაკომპანია. ესე იგი, პირველი რეისი, ისევ 3 რეისი, 06 საათ და 35 წუთი. ირებულება ფასი რუბლებში 14268 რუბლი, შემდეგ მეორე რეისი 13 საათი და 50 წუთი, ასევე 14268 რუბლი და მესამე რეისი 18 საათი და 35 წუთი, ასევე 17 ამჟერად უკვე 17 ღამის რეისი აშკარად ცოტა მეტია ფასი 17 საათი და 17088 რუბლი. მოკლედ ნახოთ იგივე აი უბრალოდ 24-შიც ალბათ სავარაუდოდ დიახ თბილისი მოსკოვზეა საუბარი აზიმუტი კი ხედავთ რომ დღეში სისტემატიურად თბილისი მოსკოვი აზიმუტს აქვს 3 რეისი ამ შემთხვევაში ცოტათი ფასი იზრდება 24-25 ივლისის რეისებზე ხედავთ 31000 34000 და 40000 რუბლამდეც კი ადის მაგალითად აი ღამის რეისი მოკლედ ჩვენ შეგვიძლია აქვე გითხრათ რომ სავარაუდოდ შესაბამისად ეს ფასები გადმოტანილი დოლარში გეტყვით ამის ფას ეხლავე აი თქვენთან ერთად შეგვიძლია მოკლედ თბილისი მოსკოვი ირკვევა რომ აზიმუტი ახორციელებს დღეში 3 რეისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თბილისი მოსკოვი მოდი ახლა ჩვენ ჩავწეროთ თბილისი პეტერბურგი თუ აქვს ასეთი დიახ აქვს სანქტ-პეტერბურგი
თბილისი სანქტ-პეტერბურგი მაგალითად 22-დან დავიწყოთ ჩვენს. საუბარია აზიმუტი თბილისიდან ახორციელებს თუ არა პეტერბურგის მიმართულებით და როგორი ინტენსივობით. ეძებს კი ბატონო 22 ივლისს 2 რეისია გადაჯდომით კი ბატონო პირველი არის 22 საათი 25 წუთი ფასი ღირებულება არის 21823 რუბლი მეორე რეისი არის 14 საათსა და 55 წუთზე ასევე გადაჯდომით არის ფასი 24653 რუბლი ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ 23-ში როგორ არის ამ შემთხვევაში აზიმუტი თბილისი პეტერბურგი ხედავთ რომ სისტემატიური რეისები აქვს აზიმუტს თბილისი პეტერბურგი 2 რეისი დღეში 23-ში 13 საათი და 50 წუთზე ერთი რეისი მეორე 06 საათსა და 35 წუთზე ფასი აქ ფაქტიურად ერთ და იგივეა გადაჯდომას გვანახებს მაგრამ მაინც ხედავთ რომ 21 საათსა და 22000 რუბლამდეა სავარაუდოდ ფასი ორივე შემთხვევაში მოდი მაინც ვნახოთ 24-ის განრიგი რომ დავწმუნდეთ მაინც ინტენსივობაში ფრენების თბილისი სანქტ-პეტერბურგი აზიმუტი დიახ ისე 2 რეისი ამ შემთხვევაში ცოტა მატულობს ფასი 36473 რუბლი ხოლო 43478 რუბლი არის უკვე საღამოს რეისზე პირველ შემთხვევაში პირდაპირ რეისია თქვენ ხედავთ აი კურსორი ჩვენ ავალთ აი პრიმოი რეისი აი პირდაპირ რეისი აწერია შუაში მეორე შემთხვევაში გადაჯდომა მოკლედ ეს იყო აზიმუტი უკვე პეტერბურგის მიმართულებით მოდი ჩვენ ახლა ვნახოთ ახორციელებს თუ არა ქუთაისზე ქუთაისიდან ახორციელებს თუ არა ფრენებს აზიმუტი მოკლედ ქუთაისი და მოსკოვი მიუთითოთ ახლა მიუთითოთ თქვათ მაგალითად კი ბატონო 22 რიცხვი საინტერესო იმიტომ რომ ვიცით რომ აქვს ეს რეისები საკმაოდ ისეთი ინტენსივობით კი ბატონო 22-ში არის ერთი რეისი აზიმუტი ქუთაისი ანუ აზიმუტი ავიაკომპანია აზიმუტი ახორციელებს ქუთაისი მოსკოვი 13 საათსა და 30 წუთზე პირდაპირ ფრენა ერთი ბილეთის ერთი გზაზე აქვს საუბარი ხო ყველა ვიდეოში ჩვენ მიუთითებთ ერთ გზას მხოლოდ ერთ ფრენას 9299 რუბლზეა საუბარი. ნახოთ 23-ში ქუთაისი კი ბატონო 23-ში ერთი რეისი ეთყობა გამოირჩევა ანუ ქუთაისიდან ყოველ დღე ერთი რეისი ახორციელებს აზიმუტი ქუთაისი მოსკოვი ფასი ამ შემთხვევაში 14854 რუბლია ვნახოთ 24-იც და აი თქვენთან ერთად ხედავთ რომ ნუ კი ბატონო დღეში მას აქვს ერთი რეისი ქუთაისთან დაკავშირებით და 16754 ანუ საკმაოდ ცვალებადი ხდება ყოველ დღე იმიტომ რომ აშკარად მოთხოვნადია ქუთაისიც მოდი ჩავწეროთ ბათუმი ანუ აზიმუტი ასევე ახორციელებს როგორც თბილისს ქუთაისს ასევე ბათუმს აი ბათუმიდან მოსკოვი მაგალითად მიუთითოთ ისევ ნუ 22 რიცხვი მაგალითად ხვალინდელი დღე ერთი გზა და ვნახოთ როგორი რეისებია კი ბატონო ერთი რეისია 05 საათსა და 5 წუთზე ბილეთის ფასი 13659 რუბლი ნუ დაახლოებით ისევ $200-ზე მერყეავს თუ გადავიტანთ დღევანდელ კურსით ნახოთ აბა 23-ის რეისი ესე იგი 23-შიც ერთი რეისია როგორც ჩანს ბათუმიდან ინტენსიურად დღეში ერთი რეისი არის ასაც ახლა ჩვენ ვხედავთ აი ეხლა ვეძებ თქვენთან ერთად ფასიც დაახლოებით უკვე ოდნავ $18209 დაახლოებით აბა $250-ზეა საუბარი ერთი რეისია ნახოთ 24-ში უკვე 2 რეისია ესე იგი აზიმუტი ავიაკომპანია აზიმუტი ბათუმი მოსკოვი 2 რეისი 05 საათსა და 5 წუთზე ბილეთის ღირებულება 15854 евро მეორე რეისი 15 საათსა და 20 წუთზე 18209 მოდი ვთქვათ რომ სადღაც $250-მდე $200-250-მდე მერხეავს არ მინდა შევსდეთ ნახოთ 25-შიც და ნუ ფაქტიურად უკვე ისევ 2 რეისი ანუ ბათუმი მოსკოვი აზიმუტს ყოველ დღე გარდა იმისა რომ ყოველ დღე ერთი 100%-იანი აქვს რეისი ასევე არის 2 რეისი ანუ ხედავთ რომ საკმაოდ ინტენსიურია ფასი იგივეა და აი ხედავთ ფაქტიურად ყოველ დღე 27 28 29 უკვე 2 რეისი ემატება მოკლედ ეს იყო ამ შემთხვევაში ბათუმი მოსკოვი აზიმუტი ჩვენ გვინდა ახლა შემოგთავაზოთ უბრალოდ რუბლიდან დაკონვერტებული ფასები დოლარში საშუალოდ ასე გამოიყურება აზიმუტის რეისებთან დაკავშირებით მოკლედ საშუალოდ თბილისი მოსკოვი
$200 აღწევს ჩვენი კონვერტაციით, ნუ დღევანდელი კურსით. ეს საუბარი არის მოსკოვი, თბილისი-მოსკოვზე, თბილისი-პეტერბურგი საშუალოდ $380-მდე მიდის ფასი, ქუთაისიდან მოსკოვის მიმართულებით საშუალოდ $180-ზეა საუბარი, სწორედ ასე გამოიყურება დღევანდელი მონაცემებით. ჩვენ ამ შემთხვევაში უკვე დავინტერესდით ასევე რუსული კომპანია Red Wings-ით. მოკლედ შევდივართ მათ ოფიციალურ ვებგვერდზე და მაგალითად დავიწყოთ ბილეთის ძებნა თბილისიდან, მაგალითად პირველი ჩავწეროთ მოსკოვი. ვიცით რომ Red Wings-ი ახორციელებს ძალიან ბევრ ფრენას სხვადასხვა რუსეთის სხვადასხვა ქალაქში, მაგრამ მოდი ამ შემთხვევაში ჩვენ დავიწყოთ თბილისი, მოსკოვი, მივტიტოთ ისევ 22 ივლისი. ნუ რა თქმა უნდა, ერთ გზაზეა საუბარი, ერთი მგზავრი და ვნახოთ. კი ბატონო, 22-ში არის ორი რეისი, პირველი 13:30 წუთზე მიფრინავს. ხედავთ რომ ღირებულება ამ შემთხვევაში დოლარებში აქვს მოცემული $173.30 9 ბილეთია დარჩენილი. მეორე რეისი არის 21:50 წუთზე და ფასი იგივეა $173.30 9 ბილეთია დარჩენილი. საუბარი ამ შემთხვევაში ავიაკომპანია Red Wings-ი მოსკოვის მიმართულებით თბილისთან. მოდი ნახოთ 23-ში. აშკარად დღეში ორი რეისი გარანტირებულია, ახორციელებს ორი რეისი 13:30 წუთზე უკვე 4 ბილეთია დარჩენილი და ფასი მაღალია ვიდრე 22 ივლისზე $210.30 და მეორე რეისი 20:40 წუთზეა, სადაც ასევე $197 იმაზე შედარებით დაბალია ვიდრე დილის რეისი და 3 ბილეთია დარჩენილი. ჩვენ გვინდა კარგად ნახოს ჩვენმა უყურებელმა მსმენელმა, აი თქვენთან ერთად ამას ვაკეთებთ ახლა ფაქტიურად პირდაპირ ეთერში. მოკლედ, ავიაკომპანია Red Wings-ის 24 ვნახოთ, განრიგს ხედავთ რომ ყოველ დღე აქვს ფაქტიურად. აი ჩვენ გვანახეთ, აი ზემოთ მე მინდა ჩვენ მოსახლეობას ვუთხრათ რომ ზემოთ ნაჩვენები ეს დღეები, ნახეთ აი რიცხვები, რომელიც გაშავებული, ანუ ყოველ დღე აქვს რეისი ფასებიც მიითებულია. მაგრამ ნახოთ 24-ში ამ შემთხვევაში აქვს ასევე ორი რეისი 13:30 წუთზე $384 ბილეთის ღირებულება. ნახეთ აი $384 და ერთი ბილეთია დარჩენილი. მეორე რეისი 24-ში 21:35 წუთზე $496 და 2 ბილეთია დარჩენილი. საუბარია ერთ გზაზე და თქვენ თავად ხედავთ როგორი ინტენსივობით დაფრინავს Red Wings-იც რუსული ავიაკომპანია ასევე საქართველოს და თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით. მოკლედ, ბევრი რო არ გაწვალოთ, ხედავთ 25-შიც, აი ნახეთ, 25-შიც დარწმუნებული ვარ, ნუ ერთი რეისია, 26-შიც აი თქვენთან ერთად რომ დავაჭიროთ, 26-ში 3 რეისია. პირიქით, 26-ში მატულობს ასევე რეისები და მატულობს ფასებიც. სავარაუდოდ დილის რეისი $326 ღირს, თითქმის სამივე რეისი 26-ში 3 რეისი აქვს Red Wings და $326. სამივე რეისზე თითო ბილეთია დარჩენილი, თუ არ ჩავთვლით დილის ბილეთი. მოკლედ, ეს იყო Red Wings-ი თბილისი მოსკოვის მიმართულებით. მოდი ახლა ნახოთ პეტერბურგის მიმართულებით თუ აქვს. მაგრამ შეხედეთ, არა, საინტერესო აქ ერთი რამ. რატომღაც პოპულარულ ფრენებში აგდებს ეკატერინბურგს. ეკატერინბურგი მოგეხსენება თუ არ ვცდები სიდიდით, მე მგონი ხუთეულში შედის ეს ქალაქი, მაგრამ მოდი ვნახოთ ეკატერინბურგი, აი მივთითოთ. თბილისიდან ეკატერინბურგში Red Wings-ი 22, მივთითოთ, აბა ვნახოთ. ეკატერინბურგზე აშკარად დღეში 2 რეისი, მაგალითად 22-ში 16:15 წუთზე გაფრენილი რეისი $261 ღირს ბილეთი და 2 ადგილია დარჩენილი. და შემდეგი მეორე რეისი არის 19:30 წუთზე გადაჯდომით, კი ბატონო, პირის სამარაში გადაჯდომით $311 ღირს ბილეთი და 5 ბილეთია დარჩენილი. მოდი ვნახოთ 23-ს, საუბარია ეკატერინბურგზე, სხვა შორის ძალიან საინტერესო ეკატერინბურგზე ერთი ბილეთია 23-ში, მოდი ვნახოთ 24-იც, $261, 24-ში ვნახოთ რა ხდება, იმიტომ რომ საკმაოდ მაღალი ფასი. ეს არის 24 რიცხვი. 24 ივლისს ჩანს, რომ არის
3 რეისი. პირველი, რაც არის საინტერესო, 16 საათზე 15 წუთზე ბილეთის ფასი არის $459. ანუ 3 ბილეთია დარჩენილი. საკმაოდ მაღალია ფასი. 13 საათ და 45 წუთზე მეორე რეისზე 6 საათს, რომელიც არის გადაჯდომით ყაზანი გამტარია, ერთ-ერთი ტრანზიტულად შეიძლება ჩაითვალოს, ამიტომაც საკმაოდ დიდი ინტენსივობა და ფასი ხედავთ, 2 ბილეთია დარჩენილი და $628 ღირს და მესამე რეისი ასევე გადაჯდომით სამარა, ესე იგი $450 და ფასი და 4 ბილეთია დარჩენილი. საინტერესოა ერთი რამ. ფაქტია, რომ ეკატერინბურგი საკმაოდ დატვირთულია თბილისიდან. ეს არის მეორე რუსული ავიაკომპანია Red Wings, რომელიც თქვენთან ერთად გავიარეთ და რომ მიუყვეთ, მეგობრებო. ფაქტია, რომ ესე იგი ეკატერინბურგზე საკმაოდ დიდია მოთხოვნა. 25-ში, აი მე უბრალოდ დავაჭიროთ. 25-ში ერთი ბილეთია, 26-ში ასევე 3 რეისია. მოკლედ, აღარ დაგღლით ლოგიკას და რეალურად ხვდებით, რომ Red Wings ახორციელებს საკმაოდ ბევრ ფრენებს ეკატერინბურგის მიმართულებით. მოდი ახლა ჩვენ ვნახოთ მაგალითად სანქტ-პეტერბურგი თუ არის. კი ბატონო, პეტერბურგი. ისევ Red Wings-ია საუბარი, მოდი ისევ 22. უბრალოდ საინტერესოა. კი ბატონო, ვნახოთ. ესე იგი, ფაქტია, ანუ სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით ჩანს, რომ დღე გამოშვებითაა რეისი, მაგალითად აქვს 22-ში, კი ბატონო, 9 საათზე დილის რეისია, 9 ბილეთია დარჩენილი და $279 ღირს პეტერბურგის მიმართულებით. ეს არ აგვერიოს, ეს არის სანქტ-პეტერბურგი. 24-ში ვნახოთ $369. კი ბატონო, როგორ ჩანს, პეტერბურგის მიმართულებით დღე გამოშვებით აქვს აშკარად Red Wings და $336 ღირს უკვე 26-ში და დღეს, ანუ 20, კი ბატონო. მოკლედ, ნათელია რომ Red Wings ასევე აქვს რეისები მიმართულებით პეტერბურგის დღე გამოშვებით, თუმცა აი 28-29-ს გვანახებს, რომ ზედ მიყოლებით აქვს და მოკლედ საკმაოდ დატვირთულია პეტერბურგის ხარიც. ჩვენ რჩებით ისევ ავიაკომპანია Red Wings-ზე, უბრალოდ გვაინტერესებს ამ შემთხვევაში თბილისი-ყაზანის მიმართულება. მოდი აი ჩავწეროთ ყაზანი, თქვენ ხედავთ, თბილისი-ყაზანი მიუთითოთ მაგალითად 22 რიცხვი, 22-ში არ არის, მაგრამ მოდი 23-დან ჩანს რეისები. ვნახოთ ნახოთ. ეხლა ჩვენ მოკლედ თბილისი-ყაზანი, Red Wings-ი ხედავთ, რომ მოკლედ ჩანს 2 რეისი 16 საათსა და 15 წუთზე გადაჯდომით ეკატერინბურგში. ამ შემთხვევაში პირიქით არის გადაჯდომა. პირველი რეისის ფასია $463 და 30 ცენტი. 2 ბილეთია დარჩენილი, ამას გვანახებს დღეს, ხოლო მეორე რეისი 16 საათსა და 15 წუთზე ყაზანის მიმართულებით ვიმეორებ გადაჯდომით ასევე ეკატერინბურგში დარჩენილია 2 ბილეთი $283 და 30 ცენტი. ეს არის Red Wings-ი ყაზანი, თბილისი-ყაზანი. მოდი ვნახოთ 24-ში, ხედავთ გვაჩვენებს რომ არის, კი ბატონო. 24-ში 2 რეისი გვაჩვენებს 13 საათსა და 45 წუთზე $486-ია. თბილისიდან ყაზანი 2 ბილეთია დარჩენილი, 16 საათსა და 15 წუთზე გადაჯდომა ამ შემთხვევაში ეს $428 და 30 ცენტი 3 ბილეთია დარჩენილი. ვნახოთ 25-ში და უკვე ლოგიკურად, ანუ ესე იგი კი ბატონო, ისევ 2 რეისი, ესე იგი ყაზანზე საკმაოდ ინტენსიურია ასევე Red Wings-ის ფრენა. თბილისი-ყაზანი $325, 4 ბილეთია დარჩენილი და 16 საათზე 30 წუთზე მეორე რეისი $325, 4 ბილეთია დარჩენილი. მოკლედ, ხედავთ, ბევრი ვარ გავაგზავნოთ, რომ ფაქტიურად 26-ში, 27-ში, 28-ში 2 რეისებია დანიშნული ყაზანის მიმართულებითაც. ეს იყო Red Wings-ი და ჩვენ შემდეგ უკვე ვნახავთ შემდეგ გრაფიკას. დიდი მადლობა, დავბრუნდით ეთერში. ეს იყო ჩვენს მიერ მომზადებული სიუჟეტი, შეგვიძლია ხო? ექსპერიმენტი, რომელიც დღეს გავაკეთეთ. რამე ხომ არ გექნება მერაბ დასამატებელი? ერთადერთი რა მინდა თქვა, ისევ გამომდინარე ჩვენი მაყურებლიდან და მსმენელიდან, რომელიც გვიყურებს. მსვლელობის დროს ძალიან სწორად წერდნენ, სხვა შორის დიდი მადლობა ყველას, ვინც ადასტურებს და მართლა ამბობს სიმართლეს და ძალიან ბევრმა ადამიანმა იყო ის, რომ რა ამბავია ეს ფასები. მართალია. მოდი ერთი რამე თქვათ. კი ბატონო. ჩვენ მაყურებელთან ერთად, თქვენთან ერთად დავჯექით, მე თენგო და ცოტნე
და თქვენთან ერთად. ეს არის დღევანდელი მონაცემები, დღეს გაკეთებული სიუჟეტი, თქვენთან ერთად გავერეთ ეს ყველაფერი. თქვენ თვითონ თავად ხედავთ და მეც ვამბობ ამას და პირველი დღიდან სხვათა შორის, ჯურისდიცაც ხელი მოეწერა ამ პირდაპირ ფრენებს და აი მაშინ პირველი თვე როგორც კი დამთავრდა, ხო, ამ ფრენების აღდგენის, მაშინ სხვა შორის ჩვენთან ქონა კომუნიკაცია ძალიან ბევრ ადამიანს, როგორც რუსეთში მცხოვრებ ქართველებს, მოქალაქეებს, ასევე საქართველოში მცხოვრებს, ვინც არგებლებდა, რომ საკმაოდ დიდი იყო ფასები იყო საკმაოდ ძვირი და ნუ ეს მართალია. თუმცა ვადასტურებ, საკმაოდ ძვირია ეს ფასები, მაგრამ მე მინდა მაყურებელს უთხრა, რატომ ვაჩვენებთ, რომ თუნდაც აი ამ ფასების ფონზე, თუნდაც ამდენი რეისის ფონზე ხედავთ, რომ დარჩენილია 2 ბილეთი, 3 ბილეთი, ანუ ინტენსივობა ამას ძალიან დიდია. ჩვენ ვილაპარაკებთ აუცილებლად საერთოდ რატოა ეს და რატომ მაინც რატო ხდება თუნდაც $500 ღირს მოფრინავს ადამიანი ან მიფრინავს. რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენ ვილაპარაკებთ და ვიტყვით საერთოდ როცა პოლიტიკაზე ვისაუბრებთ, მაგრამ მართალია, ფასები საკმაოდ ძვირია, დღემდე ძვირია, მაგრამ თავად ხედავთ, ქალბატონებო და ბატონებო, თავად ხედავთ, რომ ბილეთი დღესაც თქვენს აი ჩვენთან ერთად რომ შეხვიდეთ, აკრიფოთ კომპანიები, რომლებიც დაფრინავს. მართლაც ასეთი ფასებია, მაგრამ ბილეთი მაინც არის საკმაოდ ცოტა დარჩა. მთელი ერთი კვირა ფაქტიურად არის ზოგადად. ეს ერთი. რაც შეეხება მეორე რის დამატება მინდა და რა მინდა ვთქვა. რატომ გამოვყავით ჩვენ რუსეთთან ფრენების დიაფრაგმა, რატომ გავაკეთეთ ცალკე, მოდი ეს ცხრილი. თუ საერთო ეკონომიურ მაჩვენებელზე ვსაუბრობთ და ზოგადად მთელი მსოფლიოს ფრენების წილს, რა თქმა უნდა, ჩვენ ბოლოს უნდა შევადაროთ, თურმე ის, რაზეც ჩვენ დავიწყეთ პირველი დღიდან მოლაპარაკება 22 წლის 7 დეკემბერი რატო გავიხსენე, სადაც მაქვს უფლება თქვა, რომ მე ვიყავი როგორც ორგანიზატორი, როგორც თავმჯდომარე, ჩვენ ვიყავით წარდგენილი. იქ მცხოვრები ჩვენმა მეგობრებმა, ჩემმა მეგობრებმა ეს არ არის საუბარი მხოლოდ რა ქვია იქ ბიზნესმენებზე მხოლოდ და ადამიანებზე რომლებიც იქ მცხოვრები რუს პოლიტიკოსებზეა საუბარი, იმიტომ რომ პრეზიდენტ პუტინს რეზოლუციის წერილი, რომელიც შევადგინეთ ჩვენ რუსეთის ხელისუფლებასთან ერთად, ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად იქნება ეს თუ საგარეო საქმეთა სამინისტროს შეთან, სადაც იყო დაწერილი, რომ სოლიდარობა მშვიდობა რას ითხოვს. მე რამჭიკაშვილი რაზე აწერდა ხელს, აი მე კონკრეტულად რაზე ვაწერდი ხელს, რომ გთხოვთ ბატონ პრეზიდენტ პუტინს, გთხოვთ მოუხსნათ საქართველოს ვიზები საერთოდ და აღადგინოთ პირდაპირ ფრენები. რუსეთის პრეზიდენტმა 6 თვეში ამას წინ უძღოდა, შემდეგ მეორე ფორუმი იყო, ბიზნეს ფორუმი იყო, სადაც ასევე იღებ ჩემ მონაწილეობას, მთელი ურთიერთობები იყო, ქართველების მოსახლეობის იქა, ქართველი ბიზნესმენების იქ, რუსეთში მცხოვრები ქართველები, აქ მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეები, შერეული ოჯახები, ასე შემდეგ და პოლიტიკოსები, ბოლოს და ბოლოს მივიდივართ იქამდე, რომ პრეზიდენტი პუტინი ხელს აწერს აკმაყოფილებს ჩვენ ბრძანებას, თუ თხოვნას, რაზეც მე პირადად მადლობას უხდი და სხვათა შორის რატო ვამბობ ამას? დღეს უკვე და მიხარია რომ ამას ხელისუფლების მედიას და ოპოზიციური მედიას საუბრობს. ეს ეკონომიკისთვის, საქართველოს ეკონომიკის არის უდიდესი წილი, მაშინ ამაზე არ საუბრობდნენ. მათ შორის ჩვენი მეგობრები იქნებიან, თუ კოლეგები იქნებიან, თუ სამთავრობო ტელევიზიები, რომელსაც კიდეთ ხმობ, ძალიან კარგი ეს არის სტატისტიკა, ხალხო, ცივი სტატისტიკაა. მე რამჭიკაშვილს რა მოწონს, თენგოს რა მოწონს, ცოტრეს რა მოწონს. ეს აქ არის საუბარი საქართველოს კეთილდღეობაზე. მაშინ ესენი ამაზე არ საუბრობდნენ. არც ის ფორუმი გაუშუქებიათ მაშინ. და რატო ვყოფ? იმიტომ რომ თავარი ხომ რომ არ აღედგინა ფრენები პრეზიდენტ პუტინს და ჩვენი მოთხოვნა რო არ დაეკმაყოფილებინა და ვიზები რო არ მოეხსნა. ეს ორი საკამაოდ ერთმანეთთან მდგარი არგუმენტია. არ მოხდებოდა ეს. აი მის დამატება მინდოდა. დღეს ამაზე საუბრობენ, მადლობა ყველას. არაფრის თქმა არ გვინდა, არ მინდა არც მერაბჭიკაშვილზე მადლობა, სოლიდარობის მშვიდობაზე, არავინ ჩემ მეგობარზე, რომლებიც დღეს იქ არიან, იქ ცხოვრობენ და რა გადაიტანეს, ხოლმე კარგად ვიცით. ეს ხო იყო გაკეთებული საქმე საქართველოსთვის, საქართველოს ეკონომიკას, საქართველოს მოქალაქეებისთვის. აი ამის დამატება მინდოდა. დღეს კარგია რომ საუბრობთ და დღეს კარგია რომ ჩვენ გიორგი აბაშიშვილის მიერ სტატისტიკა, რომელიც ძალიან კარგად არის და ფრენების ნაწილი, რომელიც სულად არის გამოტანილი, ჩვენ ჩავშალეთ, ჩვენ მაყურებელთან ერთად პირდაპირ ეთერში ვაჩვენეთ,
აი საიტებზე, გვერდებზე რომ შევდივართ, რა ფრენებია. შემდეგ გრაფიკამდე იქ უკვე ძალიან დეტალურად გავხსნით რაღაცას. აი ამის დამატება მინდა. კი ბატონო, სანამ გადავალთ მე შემდეგ გრაფიკაზე, მინდა რომ რამდენიმე თემა შემოვიტანო განსახილველად, რაც ამ საკითხს უკავშირდება. პირველი ის, რაც თქვი კიდეც შენ მერაბ უბრალოდ ხაზი მინდა ამას გავუსვა ხა ჩვენ სიუჟეტშიც, ისევე როგორც მანამდე გაშვებულ იმედის ინფორმაციაშიც, საუბარი არის კონკრეტულად ფრენებზე, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აქ შედეგი, რომელიც მიღწეულია, არ უკავშირდება მხოლოდ პირდაპირ ფრენების დანიშვნას და აქ საუბარი არის ასევე ვიზების მოხსნაზე, სავიზო რეჟიმის მოხსნაზე რუსეთის მხრიდან. საქართველოს მხრიდან ისედაც უვიზო რეჟიმი იყო, როგორც მოგეხსენებათ, მაგრამ რუსეთის მხრიდან იყო სავიზო რეჟიმი, ეს მოხდა იმ ცნობილი ინციდენტის შემდეგ, როდესაც ერთ-ერთი მაშინ ლიბერალური არხის ეთერში ჟურნალისტმა მიაყენა შეურაცხყოფა რუსეთის პრეზიდენტს და აი ეს დაუჯდა საქართველოს მოსახლეობას იმის ფასად, რომ დაგვიწესდა სავიზო რეჟიმი, აი ამ სავიზო რეჟიმის მოხსნას რა ეფექტი მოყვა. მინდა აი ეს საკითხები გამოვყოთ, რომ ვინ არის ამ ყველაფრის უშუალო ბენეფიციარი. ჩვენ მივეჭვიეთ სხვა შორის ესეთ სიახლეებს, რომ ხშირად არის რაღაცა, ნუ ჯერ საერთოდ რუსეთს რაც უკავშირდება, ძირითადად ეს არის ყოველთვის ნეგატიური ინფორმაცია უნდა მიიღოს მოსახლეობამ ამას მიგვაჩვიეს და ეს არის იშვიათი გამონაკლისი, როდესაც პოზიტიური ინფორმაცია მოდის ამ შემთხვევაში ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე. და მეორე, ხშირად არის ხოლმე რომ რაღაცაში წინსვლა აქვს ქვეყანას რაღაც წარმატება აქვს, მაგრამ ეს აისახება კონკრეტულად რაღაც ვიწრო ჯგუფზე, რომელიღაც ბიზნეს, არც ეს არის ცუდი, რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის კარგია, როცა რაღაც პოზიტივი ხდება, მაგრამ მე ვფიქრობ, ეს არის ის იშვიათი შემთხვევა, როდესაც პროცესის ბენეფიციარი არის არა ვიღაც ერთი კონკრეტული, არამედ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი. ჩვენ ხშირად გვითქვამს, რომ სხვადასხვა ციფრებს სახელდება ამ ხრივ და ხშირად არის სპეკულაცია, რომ რამდენი ადამიანი იმყოფება რუსეთში, მაგრამ როგორც არ უნდა დავთვალოთ, ეს არის რამდენიმე ასეული ათასი ჩვენი თანამოქალაქე, მართალია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მე შარშანდელი მონაცემი მახსოვს, რომელიც გამოქვეყნდა იყო 700.000. რასაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ითქვა. ოფიციალური რაც არის, ოფიციალური, ანუ რამდენიმე ასეულ ათას ჩვენს თანამოქალაქეა საუბარი, რომელიც გახდა აი ამ პროცესის უშუალო ბენეფიციარი, ვინც მიიღო აქედან სარგებელი, ვისაც შეუძლია რომ დღეს თავისუფლად თქვენი ეს აი ციფრები რო გავამყაროთ, მე გეტყვით ერთ ჩემ შეხვედრას, როდესაც მე რუსეთის დუმაში ვიყავი, შევხვდი რამოდენიმე დეპუტატს, სხვა შორის იქ იყო ესეთი სტატისტიკა, მაგალითად, აი თუ გვინდა გამოვიტანოთ სავარაუდოდ, საერთოდ საუბარია რომ მილიონამდე ქართველი რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს, მაგრამ 800.000-ზე, აი დაახლოებით 800.000 რომ მივიღოთ, მე გეტყვით, მე მქონდა შეხება ერთ-ერთი შეხვედრაზე, სხვა შორის ითქვა იქ რომ აი არალეგალური, აი დარღვევებიდან გამომდინარე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ხო მაშინ ეს საუბარი არის, ხო, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება და განაცხადი იყო დაახლოებით მაშინ, ესე იგი ადამიანებს რატო უწევდათ, საერთოდ აი ისინი კრიმინალებიან ვიღაცას კი არისო, არალეგალურად რატო უწევდათ ყოფნა, იმიტომ რომ ჩადიოდნენ თავიდანვე, რა თქმა უნდა, იწყებდნენ მუშაობას, იმ ვიზას რაღაცა ვადა ქონდა თავისი, ხო ვიცით არა, ვიზების ვადა. ხშირ შემთხვევაში ეს არ იყო ერთწლიანი ვიზის გაკეთება, ეს ცოტა ძალიან ფუფუნებისაგან იყო, ნუ ზედმეტად აკეთებდნენ ერთიან ვიზებს, შედიოდნენ იქ, ან შერეული ოჯახები იყო და ნუ ისწრებდნენ მუშაობას და მე ბუნებრივია უკვე არ ღვევდა, გამოდიოდა დარღვევა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკა იყო მაშინ, სადაც მე მითხრეს პირადად რომ აი მე რომ იცოდეო, დაახლოებით 300.000 განაცხადი იყო, ანუ 300.000 დარღვევაზე იყო საუბარი. ეს ციფრი თუ 800.000 არ ცხოვრობს, ან მილიონი არ ცხოვრობს, 300.000 როგორ მოუწევდა, ხო? ეს ის არ არის, ხო იცი, ნაცები და ლიბერალები რას იძახიან. მაგათ ლოგიკასაც რო გავყვეთ, ესენი იძახიან 80.000 კაცი ცხოვრობს სულ. 80.000 კაცი ცხოვრობს, 80.000 კაცი. საქმე არ არის იმ ქვეყანისთვის, რომელსაც ჩვენ კლება გვაქვს, ხო, და დემოგრაფიის პრობლემა, მაგრამ მე როდესაც აი ამ რატო ვამბობ, თუ 300.000 კაცზე განაცხადი იყო, რომ არალეგალურად, ანუ გადასტომა მოუწია და იყვნენ კომპანიები, რესტორნები და ასე შემდეგ, რომლებიც მაგალითად, ხო, იგივე ადამიანები, რომლებიც ინახავდნენ თავიანთ ბიზნესში, ხო, ამ ხალხს და ერთ-ერთ რესტორანში ვიყავი, მამუკა PPS რესტორანი სხვა შორის. ვიყავი მისული მაშინ არც მამუკა არ იყო ჩვენი ორგანიზაციის წევრი. მინდა ეს იცოდეთ. და მეორე ვიზიტზე გავიცანი, მამუკა როცა ბიზნეს ფორუმი იყო, მე არ ვიყავი მაშინ მაგ ვიზიტზე გერმანიაში ვიყავი და ერთ-ერთ იმაზე როცა წამიყვანა მამუკა, მითხრა, აი მაშინ მივხვდი რომ ძალიან ბევრ ადამიანს, ნუ ეხლა რო გადიოდა ვადა, არეგავთ ინახავდნენ თვითონ ესენი და აცხოვრებდნენ და ანუ ხო ხტები, პრობლემა იყო. ანუ აქედან გამომდინარე
არ გვინდა არაფერი თქმა. თუ 300,000 კაცს აღრიცხვიანობა ქონდა და პრობლემა ქონა არალეგალურობის კუთხით, არა კრიმინალი მე ვამბობ. არამედ მართლა სამუშაო ვიზა ამოეწურა რაღაცა და პრობლემა ქონდა, ლოგიკა ხო არა ამდენი კაცი ცხოვრობს. ეს ბაბატიეთ, მაგრამ ეს რო იცოდეთ რა. კი ბატონო. ასე ვერ იცხოვრები და ვერ არის. ხო, არა, ნუ ეს ჩვენი ლიბერალების პოზიცია რომ რუსეთში თურმე 80,000 ქართველი ცხოვრობს და მეტი, არა, ეს ხო აჩვენებს ამავდროულად იმასაც რა დამოკიდებულება აქვს. ანუ ის ხალხი გინდა ყოფილა, გინდა არა, ამათვის აი აბსოლუტურად და 9,000,000 ადამიანს ისე აკრობენ. არ არსებობს ეს ადამიანი, აი მათთვის რა ფასი აქვს, ესე იგი. ყველაფერს თავი დავარებოთ. ეხლა ჩვენ რა სტატისტიკა, რა გრაფიკასაც მე ვანახებთ. ბოლოს და ბოლოს მოდი ეხლა თუ ამდენი ტურისტი მიდის, თუ ამდენი მოთხოვნა, ანუ საქართველოს ინტერესში თუ არის, ჯეგეთ მართლა რუსეთი საოცარი და ულამაზესი ქვეყანა და ძალიან საინტერესო ქვეყანა, სანახაობრივი კუთხითაც, იმიტომ რომ თავად თვითონ არა აქვს მენდელეევის ნახევარი ტაბულადებს ეგერ ადგილები საზნაყოფი არ არის. კი ბატონო, ამას გარდა ეს ინტერესიც რო იყოს, მაგრამ ეხლა ჩვენ ხო ვიცით ჩვენ არა გვაქვს იმხელა შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებს არა აქვს იმხელა შესაძლებლობა რომ მაპატიეთ ამ ჟარგონზე პროსტა დათვალიერების მიზნით 300 და 400 დოლარი ეს ზვირი ბილეთი გადაიხადოს და წავიდეს თვალს პეტერბურგის სანახავად. პეტერბურგზე ბილეთები საკმაოდ ზვირი ხეს. და მე დაცოტნე ვიყავით პეტერბურგში სხვა შორის და იქ ჩვენ მოგვიწია ხობნა და იქაც ახალგაზრდული ფორუმი იყო და ძალიან ბევრი ადამიანი შეხვდით და საკმაოდ პოპულარული ხა პეტერბურგის ნახვას თუ ეხა რა ვიცი ხა ლიბერალებისთვის ხო იცი ეგენი ხო იცი საერთოდ რაღაც მომენტში დოსტოევსკის თემაზე როცა მტკივნეულია მაგ საუბარი ნუ აი რადგან დოსტოევსკი პეტერბურგის ნახვა კიდე შეიძლება ეს მაგათი ის არის ანუ რა პეტერბურგი კიდე არა პეტერბურგზე რაზეა მე რა ლაპარაკი ანუ მოიცა პეტერბურგი საინტერესოა და თქვა სადღაც εκεί მე მაგალითად დიდი სიამოვნებით თენგო აი მე უბრალოდ იცი შენ ჩემი დამოკიდებულება ნუ მოგზაურობებთან დაკავშირებით ექსტრემთან დაკავშირებით მაგრამ ისეთი ძვირია თორე ბაიკალის ტური არის ბაიკალის ტური ნებისმიერმა ჩაწეროს ეს არის საოცარი ტური ინტერნეტში ხელმისაწვდომია ეს არის სპეციალური ტური ანუ გემით ეგრეთ წოდებული კატარი ის ქვია რაღაც მოკლედ ხო ის იქ გადიხარ საოცარი ადგილებია ხალხო დაწყებული იქ რა ქვია თეთრი დათვების ნახვი და რაღაც საოცარი ტურია და საკმაოდ ძვირი ის $20,000 ის 10,000-დან $20,000-მდე დიდი სიაურები დახავდი მაგრამ ჩვენ ხო იმაზე არ ვსაუბრობთ რუსეთში სანახავად საქართველოსთან ეხლა მოსახლეობა ესეც დაუტოვოთ საზოგადოებას რაციონალური მსჯელობისთვის ჩვენ ვაჩვენეთ ფაქტებს და გამოვყოფთ რუსეთთან ფრენების წილს დიდ მადლიერ საქმეში საქართველოს ეკონომიკასთან დაკავშირებით ცოტნე შენთან მინდა გადმოვიდე ეხლა რა კითხვით და რა საკითხით გავიაროთ არამხოლოდ ის ვინ იყო ამ ყველაფრის ბენეფიციარი რა ვითარებაში ხდება ხო ეს ყველაფერი შეიძლება ქვეყანასთან უვიზო რეჟიმი ფრენების აღდგენა ეს რა თქმა უნდა ყოველთვის სასიხარულოა მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს კონკრეტულად საქართველოსთან და რუსეთთან მიმართებაში ქვეყნებთან მიმართებაში რომლებსაც ერთმანეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს პრაქტიკულად რაღაც ნახევრადსაომარ მდგომარეობაში ვართ გაყინული თუ შეჩერებული კონფლიქტის პირობებში ვართ და ვითარება და ურთიერთობები ჩვენ შორის ოფიციალურ დონეზე საერთოდ არ არსებობს და ისე მედია დონეზე და საჯარო დონეზე რამდენად დაძაბული იყო მაშინაც და არის დღესაც ეს ყველამ კარგად ვიცით აი ამ დაძაბულ ვითარებაში, ესეთ ვითარებაში, როდესაც პოლიტიკური ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ორგანიზაცია მიდის აი ასეთ ინიციატივაზე და რაც მთავარია, მე აი ამ ინიციატივას აგვირგვინებს შედეგით, რომელიც უკვე სახეზე არის და რომელზეც აი როგორც თქვენ თვითონ ნახეთ, სამთავრობო მედიაც საუბრობს. ეს ყველაფერი არ უნდა იყოს შენი აზრით საზოგადოებისთვის საინტერესო, არ უნდა იყოს მათ შორის აი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თუნდაც კრიტიკულად არიან განწყობილი, ეს ხო არის წმინდა ფაქტები, რომლითაც წესით ყველა უნდა ინტერესდებოდეს, რომელ მხარესაც არ უნდა იდგე. ხო არა, ნუ ეს რაღაცა ნაწილი არის პეტერბურგზე საუბრობ და მოსკოვზე და რაღაცა ნაწილი არის შეიძლება ჩვენი ქალაქია, მე რამდენადაც ვიცი, მაგრამ რაღაცა ნაწილს ჩვენი ლიბერალებისა გონია რომ ერთადერთი ქალაქი არსებობს, ეს არის ჩელიაბინსკი. ხო არა, ჩვენი ქალაქია, სხვა ქალაქი არსებობს, მაგრამ საერთოდ არ იციან, იმიტომ მხოლოდ ჩელიაბინსკზე საუბრობენ. ეს ერთი მეორე რაც შენ ახლა შემოიტანე კონტექსტი, ხო, იქ ძალიან მნიშვნელოვანი. ამასთან ერთად ის რომ დიპლომატიური ურთიერთობები არ აგვაქვს, ის რომ ხო ეს დაძაბული ტონი არსებობს ურთიერთობაში და ერთმანეთზე საუბრისას, ხო, ამ ორ ქვეყანას შორის. გარდა ამისა, კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არსებობს, რაც პრინციპში ხელისშემშელი იყო ალბათ იმ ადამიანებისთვის მერაბიდან დაწყებული, მერაბთან ერთად ვინც იქ იყო და ვინც ეს საქმე გააკეთა, რომ ჩვენ გავიხსენოთ, რომ ეს არის უკრაინაში ომის დაწყების პირველი წელი არ არის ამოწურული, ეს 2022 წლის 7 დეკემბერი და ეხლა ჩვენ იგივე მთავრობას თუ დაუჯერებთ ეს
წოდინდელი პერიოდია, როდესაც ეგრეთ წოდებული deep state იქნება ეს თუ ამერიკული მთავრობა იქნება თუ ვინც არ უნდა იყოს, რასაც დაახმარება ხო? ბაიდენის ადმინისტრაცია. საქართველოს თხოვდა ომის ჩართვას რუსეთის წინააღმდეგ. ხო არის ამას ხო? ანუ ჩვენი მოგონილი არ არის ამას ქართული ოცნება იძახის და პრინციპში არც იმ დეგნანი თუ რა იყო ელჩი ვინც იყო არც იმას არ უარყვია რომ იყო ამ მოთხოვნით მაშინდელ პრემიერთან გარებაშვილთან ის შესული. და რა ტერმინოლოგია იყო მიმართებაში საქართველოსთან ზოგადად რუსეთის ხო და ზუსტად ანუ ომში ჩართვას მოითხოვდნენ იქ აქციები იმართებოდა რომ თვითმფრინავები გაგვეგზავნა და ჯარისკაცები გადაგვესხა უკრაინას და ასე შემდეგ ანუ ეს იყო რაღაცა ზღვარზე ვიდექით ბეწვისხეზე გავდიოდით ან ვერთვებოდით ამ ომში და ეს დიდი ალბათობით ქართული სახელმწიფოებრიობის არსებობის საკითხად დაგვიჯდებოდა ან რაღაცნაირად უნდა გამოსულიყავით აი ამ სიტუაციიდან ქართული საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ხო და ამ საკითხში თუ ვინმეს რა ვიცი რამე ის აქ დაუფიქრდეს და მიხვდება რომ აქაც კი აი ამ ფრენების აღდგენა და რუსეთთან ამ კონტექსტში კი ნორმალიზაციისკენ იყო გადადგმული ნაბიჯი გამწვავების და დაპირისპირების გაღვივების ნაცვლად აი ამ ფაქტებმა აი ამ შედეგებმა რაც მაშინ იქნა მიღწეული სიტუაციის ნორმალიზებას შეუწყო ხელი და ქართულ ოცნებას ეს მაშინ დაეხმარა იმ კონტექსტში რომ ის რაღაცა სირტულები რაც მაშინ მის წინაშე იდგა შეუმსუბუქა ამ შედეგებმა ეს ფაქტია და ეს თვითონაც აღიარება ალბათ მოუადრო და იტყვიან ამაზეც მაგრამ ერთი რაღაცაა ხო მნიშვნელოვანი ხო რაც შენ თქვი რომ ეს მხოლოდ ეკონომიკური სარგებელი ხო არ არის ეს არის რაღაც აი ამ 30 წლიანი ურთიერთობების ფონზე რომ მithumedes სააკაშვილმა რაც გააკეთა ხო მე საერთოდ გაწყვიტა ქართულ-რუსული ურთიერთობები ტრება და დასახა ჩვენთვის რუსები იქ რუსები ჩვენ აგვიქვამდნენ ტრებად იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთთან ურთიერთობები შევწყვიტეთ თაობა მოწამლა პროპაგანდით ხო თაობები მოიწამლა იქაც და აქაც იმიტომ რომ ისინი აგვიქვამდნენ ჩვენც ესე აგვიქვამდით და ანუ ეს ურთიერთობები გაწყდა გარდა ეკონომიკური სარგებლისა რაც აქვს ამ ფაქტია რომ ეს ეკონომიკური სარგებელი არსებობს ამაზე სამთავრობო მედიები საუბრობენ ხო გარდა ამისა მოიტანა ის რომ ეს ურთიერთობები ხალხებს შორის აღდგა ხო ამდენი რუსი რო აქ ჩამოდის და ამდენი ქართველი რუსეთში ჩადის ეს ნიშნავს რომ ამ ხალხებს შორის ეს ურთიერთობები თავიდან შენდება და ეს ყველაზე დიდი საქმეა რაც შეიძლება გაკეთებული იყო იმიტომ რომ ჩვენ ხო ამათგან განსხვავებით ჩვენთვის ხო ევროკავშირი და ნატო არ არის მთავარი ჩვენთვის არის ტერიტორიული მთლიანობა ხო რომელიც ჩვენი მთავარი საკითხია რომელიც უახლოეს მომავალში რაღაცნაირად უნდა გადავჭრათ რაღაცნაირად მშვიდობიანად უბრალოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე ხო ამაშიც კი სწორი ნაბიჯია და ამაშიც კი გვეხმარება და რაც შეეხება მე არ შემიძლია არ ვთქვა მერაბთან მეკითხება ეს რიტორიკული კითხვაა პრინციპში სხვა არაფერი ხო თქვი რომ ამაზე არ საუბრობდნენ რომ მათ შორის არც სამთავრობო მედიები. ნუ ისინი მახსოვს რომ იქ როგორ ჩამოხვედი, ჩამოფრინდით აქციებით რომ დავხდნენ ხოშტარიები და ვიღაცები და ერთ ამბავში რომ იყვნენ ესე ხო და პრორუს გეზახდნენ. შეეც და იმ გუნცას რომელიც იქ იყო ხო? ეხა აი ძალიან მარტივი კითხვა ნებისმიერი აი გამოვიდეს ხოშტარია იქნება ნებისმიერ რომ გვიპასუხოს ხო? ეხა რა შედეგებიც არის? ხო? აი ეს რა სტატისტიკა ჩვენ მოვიყვანეთ, რამდენი ტურისტიც საქართველოში ჩამოდის, რამდენი ქართველიც რუსეთში დადის. ეს გაკეთებული საქმე. რუსული საქმეა თუ ქართული საქმე? აი ამ შედეგებით. ძალიან მარტივი კითხვა. ორი პრიზმით შევხედოთ, რომ ერთი შევხედოთ როგორც საქართველოს გეოპოლიტიკა და გეოეკონომიკა არის თუ არა დაკავშირებული ერთმანეთთან. და იყო თუ არა ყოველთვის, რა ვიცი, რაც კაცობრიობა არსებობს, რავი, როგორ ახლა ვერ ვიტყვი, არ ვიცი როგორ იყო ბერძნების დროს, იმიტომ რომ ისინი მაინც სხვა ხო, ნუ დარწმუნებული ვარ რაღაც, მაგრამ ნუ იქ მაინც იყო სხვა, ნუ მაინც იმან დატოვა მაინც პირველი მარცვალი, მე დაწყებული რომის იმპერიიდან ამას რა თქმა უნდა შეგვიძლია ვთქვათ, შუა საუკუნეები შეგვიძლია ვთქვათ და დღემდე, რასაც ტრამპი, სი ძინპინი, აქეთ პუტინი და ზოგადად ყველა, რა თქმა უნდა ეს არის ნომერი პირველი საკითხი საქართველოს აი ამ საშინელ სოფლიოში ურთულეს გეოპოლიტიკურ დროს ეკონომიური საკითხი და მეორე რატო ვამბობ ჩვენ ცოტნე და რატო არის მიბმული და რატო გავიტანეთ საერთოდ ეს საკითხი რატო არ გავიტანეთ მაგალითად მარტო ფრენები ან მარტო ვიზები იმიტომ რომ ეს საკითხი ბუნებრივადაც არ ვიცი აი ორგანულადაც იყო დაკავშირებული ერთმანეთთან სხვა შემთხვევაში არ ეკნებოდა როგორც პოლიტიკურ ნაწილში იმიტომ რომ როგორ რაღაცა იცი პრეზიდენტი პუტინი ოდესაც ჩვენ მოდი ისე როგორ რაღაცა ვთქვათ იცი როგორც ვისაც არ უნდა მოწონდეს და არ მოწონდეს ვინც არ უნდა ხედავდეს ეს არის მტერი ეს არის რავი ჩვენი დამაქცევა და შემდეგ რაც არ უნდა იყოს შენ რომ მასთან მიდიხარ რაღაც წინადადებით თხოვნა აი არ ვთქვათ თხოვნა მაგალითად ხო როგორ უნდა თხოვ მაგას ეს ამათქვე სიგიჟია ანუ რას ქვია თხოვნა ნეტა ყოველდღე მქონე საშუალება რაღაცეები ვთხოვო მას და უთხრა ხო, მაგრამ დავანებოთ ამას თავი. როდესაც შენ გიწევს ამასთან მისვლა, ეს ნიშნავს, რომ
მანას პოლიტიკურ ნაწილში გაიტანა ეს არ იყო ერთი დღის ნამუშევარი ამას დიდი ხანი მუშაობდნენ ჩვენი მეგობრებიც იქ მყოფი პოლიტიკოსებიც ეს დიდი ხანი მუშაობდნენ ამაზე სხვა შორის უნდა ითქვას რომ ბატონი ზუგანოვი რომელიც არის გენადი ზუგანოვი რომელიც არის კომუნისტური პარტიის რა ვიცი ხა კომუნისტური პარტია რუსეთში მეორე პარტია ეხა ჩვენ მოგწონს არ მოგწონს რა ვიცი აქ საერთოდ სიგიჟეებში ვარ ჩვენ ხო რაღაცები აკრძალული გვაქვს მაგრამ როგორც ეხა ჩინეთთან დაკავშირებით მაგრამ ჩინეთში არასდროს არ მოჩავიდნენ რუსეთში კი არა ჩინეთში არასდროს არ მოჩავიდეს არც ეს ჩვენი დელეგაცია მაგრამ ბატონი გენადი ზუგანოვი მე ვიცი პირადად ამ საკითხამდე ავიდრე ჩვენ 7 დეკემბრიდან დაწყებული 7 დეკემბრამდეც და 7 დეკემბრის მერე მთელი 6 თვე სამიდიოდა ერთ-ერთი პარტიის ხო მეორე პარტია საათობით ქონდა მას ვიზიტი პუტინთან პრეზიდენტთან და საერთოდ რუსეთში რომ იცოდეთ ყველა პარტიის ანუ არსებობს ასეთი აუდიენცია სხვა შორის მე გავიგე მე არ ვიცოდი მაგრამ ეხლა დეტალები არა ეხლა მე და შეთვის მაგათ როგორ ჟურნალისტებისთვის არ ვიცოდი წესი ყოფილა და სხვა შორის ძალიან საკმაოდ დემოკრატიულია ეს წესი იქ რომ პარტიები რომლებიც რიგითობის მიხედვით არიან აი როგორც პირველი ოპოზიციური პარტია პრეზიდენტთან თვეში ერთხელ თუ სამ თვეში ერთხელ აქვთ ოფიციალური პირადი შეხვედრა 2 საათიანი 3 საათიანი რაღაც გათვლილია რა დაახლოებით მე მგონი რაღაცა ვადაა არ ამგონია 2 საათიანი იყოს იმიტომ რაღაცა პირადი საუბრები და შემდეგ უკვე არსებობს ასევე ტელეფონის თურმე არსებობს ტელეფონი ანუ ზოგ პირადად მართლა კომუნიკაციის ბატონ ზუგანოვს ანუ ხო შეიძლება რა თქმა უნდა თავის პარტიაზეც საუბრობდი ხა კომუნისტური პარტია რა ხა ეს არ არის პატარა პარტია და ბატონი ზუგანოვი ორჯერ კონკურენტები იყვნენ სხვა შორის ეგ და პუტინი ხო ბატონ ზუგანოვს მე იქაც თქვი ამ კაც პირადადაც ვიცრომ და მადლობაც უთხარი და ბატონ ზუგანოვს ამასთან დაკავშირებით 1 საათიანი შეხვედრა ქონა ბატონ პუტინთან რომ აი ამ კონტექსტში გაეტანათ ორივე ერთად და ორივე ერთად გავიდა ეს საკითხი ორივე ერთად გავიდა ეს საკითხი და სწორედაც რომ აი როგორც ვერცხლის წყალი ანუ ერთმანეთთან თანმიმდევრული იმიტომ რომ ვიზების მოხსნა და ბილეთების ანუ ფრენების აღდგენა სწორედ რა ბენეფიტია ეკონომიური და მეორე ადამიანებისთვის ჩვენ თუ საუბრობთ ხალხთა შორის ურთიერთობებზე მით უმეტეს იმ დაძაბულ ფონზე რაც შენ თქვი მთელი 33 წელი დაძაბულ ფონზე ეს არის არა მხოლოდ ეკონომიკაზე არამედ არის ადამიანებისთვის ურთიერთობებია ჩატეხილი ხიდებია ეკონომიკას ურთიერთობა მოაქვს ეს ესია ჩვენ გავიხსენოთ მე თქვა რომ გარდა წმინდა ფინანსური მოგებისა ამას ხო კიდე სხვა რა თქმა უნდა და გავიხსენოთ მაგალითად ჩვენ იყო შუა საუკუნეებში იყო ესეთი გაზას კავშირი გაზას კავშირი რომელიც ჯვაროს ხანსიუტით იყო ასეთი და ჩვენ გავიხსენოთ ეს რა იყო? ეს იყო უზარმაზარი დიდი ეკონომიური ალიანსი, არანაკლები ვიდრე დღეს ნატოა. აქ საუბარი იყო მთავარი წამყვანი აქ იყო ვენეცია და გენუა და ასე შემდეგ. მთელ მსოფლიოში მტრები ერთმანეთის მიმართ მტრების ქვეყნების ტვირთების ძირითადი გადაადგილება ეს იყო მარილი და სპეციები ეგრეთ წოდებული გადაადგილდებოდა ტვირთი სადაც გაზას კავშირის წევრი ვინც იყო და ხელი ქონდა მოწერილი რომ არც ერთი ქვეყნის არც ერთი წყლის მაშინ ახლა ხმელთაშუა ზღვა და ოკეანები იცით რაც იყო და საერთოდ ეს კიდე სხვა საკითხია ჩვენ როგორ ავართ საერთოდ ამოვარდნილია რატო უნდა ყოფილიყავით ამოვარდნილი არ ვიცი მაგრამ დავანებო თავი გაზას კავშირი მაშინდელი რა იყო პირველი ხელშეკრულება იდო რომ ქვეყნები რომლებიც ერთმანეთთან მტრები არიან მაგრამ ტვირთ ბრუნვა რომელიც ხდება და ეკონომიკა მოწერილი ქონოთ ხელი რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდარიყო ტვირთის თავდასხმა და მეტიც მაშინ ძალიან ცნობილი იყო ეგრეთ წოდებული ბრაკონიერები და ანუ ვიკინგები მეკობრეების თემა აბატირით მეკობრეების თემა და იყო დაჟე ფაქტიც რომ მეკობრეებს მოუწია თავდასხმა და ერთიანობის შემთხვევაში დაბრუნებული იქნა ტვირთი და ეს ინციდენტი აღმული იყო ეხლა ჩვენ თუ ამ შუა საუკუნეებში ეხლა დღეს ადამიანებს შორის ურთიერთობა არ არის ეს ცუდი იყო ერგნეთის ბაზრობა იმიტომ რაც იქ კორუფცია იყო თორე მოდი აბა კარგი ერგნეთის ბაზრობა და გავხსნათ ეხლა აი ამ მოსასხურე ჩვენ საკონვერტულ ზონაში ადამიანებს შორის არ არის მე ყაზბეგში დღემდე ვიცნობ თენგო და შენს გეცოდინება და სოდესა ყაზბეგში დღესაც კი რო გადადიან ადამიანები მაგალითად ერთი საზღვარია ხო შენ უნდა ნახო უახლოეს ტერიტორიაზე ვლადიკავკაზამდე და ვლადიკავკაზშიც ქართული ნაწარმი იქვე აი სოფლის ჩვენი ყაზბეგური ნაწარმი დევს და აქეთაც უახლოესი ნაწარმი რუსული ნაწარმები ის გაცვლა ხდება ადამიანები ჩუქრიან უცვლიან გაყიდვაც რო იყოს და ეს ოფიციალური იყოს არ ჯობია
რა თქმა უნდა, მერაბ და აბა შენი აზრით, მაშინ სხვა რა ახსნა ქონდა ამ ისტერიკას. არანაირი. ზუსტად ეგ რასაც შენ ამბობ, ამას გარდა ფინანსურისა, აი ეგ ეფექტი აქვს და ამ ეფექტს უფრთხიდნენ ზუსტად, მაშინ ჩვენი ეს ეგრეთ წოდებული პროდასავლელები, თორე ეგენი სინამდვილეში პროდასავლელებიც არ არიან. ეგენი არიან თავის ხალხი, საიდანაც ფულს იშოვიან, აი ხვალ რომ მართლა ადგეს და მოსკოვმა ჩაურისხოს, თანხა მოტრიალდებიან და იმაზე უარესი ლაპარაკებენ, მართლა პროვინცია დაიჭერენ. ხო ვიცით, რასაც აკეთებს ელენე ხოშტარია რა გვინდა მაგ ეფექტის ეშინოდა ზუსტად მაგას უფრთხიდნენ თორე აქ ფინანსებზე არ არის ლაპარაკი ის რომ ამით იწყება ხალხთა შორის ურთიერთობა ის რომ ამით ქართული საზოგადოების განსაკუთრებით ახალგაზრდობის ნაწილი ვისაც ექნება მე იქ შეხება გაიგებს რომ არ არის თურმე რა ეს რუსეთი ისეთი როგორსაც ვისახავენ და იქ მარტო თეთრი დათვები არ დადიან და ძალიან ნორმალური და ჩვეულებრივი საზოგადოებაა და ქრისტიანული როგორი ჩვენ ვართ ისეთივე საზოგადოება არის იქაც და არის როგორც ცუდი ნაწილი ისე კარგი ნაწილი ადამიანური ხო ეპოქები მათაც ჰქონდათ აღმავლობის ჩავარდნის და კაცო ეხლა რამე განსხვავებული ეს რომ არ მოხდეს ზუსტად ამიტომ იყო ის ისტერიკა ატეხილი ამიტომაც ცდილობენ და დღემდე ცდილობენ რომ ეს ურთიერთობები დააზიანონ რომ ქვეყნებს შორის რომლებსაც დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არა აქვთ რომ არის ასეთი ინტენსიური სახალხო კავშირები აი ამ სახალხო კავშირების ჩაჭრავა ეგ არის თავი ერთი რამ მინდა თქვა და ცოტა აუცილებლად თქვი არ შემიძლია რომ შეიძლება ვიღაცამ ეხლა ჩვენ და ეს ვიღაცა ვიცით ვინც იქნება შენ თქვი რა პერიოდში მოხდა ვიზების შეწყვეტა 2019 წელი იყო გაბუნი ამ რო ეხლა მოდი უბრალოდ აი მოდი ცოტა სხვანაირი მოდი აი ძალიან ობიექტური და ყოველგვარი ემოციების გარეშე შევხედოთ პრიზმიდან რომელიც არის პრაგმატული პრიზმა ფაქტი რომელიც შენ გაიხსენე, მოდი პირდაპირ თქვათ რა იყო, ხო? ნებისმიერი ისტორია და ისტორიული ფიგურა გავიხსენო და მტრობა ერთმანეთში ძალიან საკმაოდ დიდი მხედართმთავრების, არ ვიცი მე, კლასობრივი იქნება თუ ასე შემდეგ, რევოლუციონერების და ყველას, მაგრამ რა იყო ეს? მოდი აი ერთი რამ თქვოთ და მე ჩემი საზრით, რასაც ახლა ვიტყვი, არ ვიცი ამას რა თქმა უნდა თავის, მაგრამ ვინც რამეს დაწერს ან შეაფასებს ჩემ ამ ნათქვამს, მაინც ბოლომდე გულში ჩავიხედოთ. გაბუნიამ ეთმა მოდი თქვათ მაშინ და აუ საკმაოდ მაგარმა ცნობილმა ჟურნალისტმა თუნდაც გაბუნია ყოფილიყო აი როგორ ახლა ვერ იქნება ხარ რუსეთში საკმაოდ მაღალი დონის გამორჩეული ჟურნალისტები არიან როგორც სოფლიოს და ამერიკას ახსოვს ლარი კინგი თქვათ გერმანიაში ვიდერბორტი იყო ასეთი აი ვიცი რუსეთში ახლა პოზნერს და იმათ მართლაც არ შევადარ მაგრამ აი თქვათ საქართველოში ყველასათვის საყვარელმა მაგარმა ქართველმა კაცმა გაბუნიამ რა გააკეთა რუსეთის პრეზიდენტს აგინა დედის მკვდარი დედის საფლავი. პირდაპირ ეთერში. ამის მიუხედავად ჩვენ ხო კარგად ვიცით ვლადიმერ პუტინის არსებობს ეს დევს. მისი რეაქცია რა იყო? მან რა თქვა? ჯერ ეს რო არ იყო კარგი საქციელი და მაშინაც ითქვა რომ რა ვიცი ხა ქართულში კი არა ზოგადად რა ვიცი ზნეობრივ ადამიანის იმაში არ დევს აი რა მაგალითი გავიხსენოთ აი რომელი მაგალითი გავიხსენოთ ყველაზე მაგარი მებრძოლების და უბოროტესი არ ვიცი აი თემურლენგის მაგალითი და ის ვატარა კალი ბაეზიდი რო ვატარა რა უკრა ანუ ღირსების და არ ვიცი ძალიან ბევრი მაგალითი ამის ხო კონსტანტინოპოლი ისა კონსტანტინოპოლის დაცემის დროს კონსტანტინე წითელი ფაჩუჩებით იცნო თორე ეს აზიზმა ეძება ისიც ეძებდა მას რომ მასთან ქონოდა ის ომში კონსტანტინე ომში გარდაიცვალა ფაჩუჩებით თუ რაღაცით იცნეს ხო თორე აზიზი ეძებდა მას და ეხლა პატარა ბიჭი არ იყო თუ არ მახსოვს სახელი თუ არ მეშო 23 წლის ბიჭი იყო შეიძლება პოლიგლოტიფიკაცი იყო მაგრამ რას ვამბობ და პუტინის განცხადება რა იყო? აი ეს ხო შეიძლება ჩვენ ვთქვათ, აი რა პერიოდშია, უმძიმეს სიტუაცია დაძაბული. ის გამოვიდა და რა თქვა? მე ამას არ მივიღებ და მე ამით სამაგიეროზე არც ვიფიქრებ და ქართველი ხალხი აქ არაფერ შუაში არის. ეს მოდი ერთი ძალიან პატარა კაცის საქციელად ჩავთვალოთ. ხო გახსოვთ, ხო ავწდები არა? ღირსეული პოზიცია ხონდა და ამის მერე ბევრმა ადამიანს ძალიან ძიმე შედეგი იყო იქ შეიძლება ვიღაცას მაგრამ ჩვენ მოდი სიმართლე ვთქვათ რა აი ამ საშინელი დაძაბული ამ საშინელი რიტორიკის ამ საშინელი მოწამლული თაობების ამ საშინელი პირდაპირ კაცო რა ხდებოდა აი ამის ფონზე ხდება ის რომ შემდეგ უკვე ბოლოს რუსეთის პრეზიდენტი ხელს აწერს რეზოლუციას რომელიც ჩვენ შევუტანეთ ფრენების და ვიზების მოხსნას და დღეს ჩვენ რაზე ვსაუბრობთ ბედნიერად საუბრობთ რომ ეს ძალიან ცოტაა შეიძლება მაგრამ საუბრობთ საქართველოს ეკონომიურ შედეგზე და საქართველოს მოსახლეობის ადამიანების შედეგზე აი ამის თქმა მინდოდა სხვაჩორის ტურისტები ახსენე შენ მერაბ და
აი ეს ყველაფერი რა თქმა უნდა აისახება იმაში რომ საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა იზრდება მე მინდა უბრალოდ ვთხოვო რეჟისორს და ცოტნეს უნდა მე რაღაც თქმა არ დაგავსოს პარალელურ ფანჯარაში გამოვაჩინოთ თუ არის შესაძლებელი ეს გახლავთ ოფიციალური სტატისტიკა საერთაშორისო სააგენტოდან არის აღებული ხო როგორც ცოტნესგან ვიცი აი ეს არის პირველი 2 კვარტალი 2025 წლის რამდენი ვიზიტორი მიიღო საქართველოს და აქაც გვაქვს სრული რეკორდი პირველ 2 კვარტალში 3,53,741 ვიზიტორი და თქვენ ხედავთ პირველ 8 ქვეყანას რომლებიც არიან ამ ხრივ წარმოდგენილი როგორც ხედავთ ყველაზე მეტი ვიზიტორი დღესაც საქართველოში მოდის სწორედ რუსეთიდან თითქმის 600,000 ხო 591,000 ვიზიტორი ну პირველი 4-ეული ასე ვთქვათ არის უშუალოდ ჩვენი მეზობელი სახელმწიფოები ბუნებრივია მეორე ადგილზე არის თურქეთი მესამეზე სომხეთი მეოთხეზე აზერბაიჯანი ამის შემდეგ არის ისრაელი და აი ამის შემდეგ იწყება უკვე ევროპელი ვიზიტორები ეს არის გერმანია საბერძნეთი საფრანგეთი ეს სამეული არის ასე ვთქვათ ამ პირველ 8 ქვეყანაში წარმოდგენილი თუნდაც აი ეს რიცხვებიც ხო ცხადყოფს იმას რომელი ქვეყნებიდან არის ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესი მე ამით იმის თქმა კი არ მინდა რომ საქართველოში ევროპელი ან არ უნდა შემოუშვათ ან რასისულელია პირიქით მაგრამ ის ბოლოდინი რაც არსებობს აი მაგალითად ამ პროდასავლურ ფლანგზე რომ ჩვენ უნდა ჩავკეტოთ ყველა ჩვენს მეზობელთან საზღვრები არ უნდა გქონდეს იმათთან არანაირი აი მაგალითად პირდაპირ გვეუბნებიან რომ რუსეთთან ფრენები უნდა შევწყვიტოთ ისევ საუბრებიან და გვეუბნებოდნენ მაშინაც გვეუბნებოდნენ მაშინაც რისი მედად ვრჩებით კონკრეტულად ტურიზმი რისი მედად თან ეხლა რაღაცას გიტყვი კიდე რო გაბრაზდე გითხრა რაღაცა ეხლა დღეს ბოლო რეზოლუციაში რაც გვეუბნება ევროკავშირი ვითი გვემუქრება ვიზების შეგიწყდება თუ და ვიზების შეწყვეტითო თქვენო ჩვენგანო ამდენი და მოიცა ამ ტურიზმზე ლაპარაკი გამონებოთ ერთი კაციც საკმარისია მაგრამ მოიცა აი ამ ტურიზმზე ამ მაჩვენებელზე ლაპარაკი ანუ ეს შეგვიწყდება ამით რო გვემუქრებიან დღეს ჩვენ ხვდები? აი ეს ძალიან საინტერესოა არის. ცოტა ეს რამდენად აი მოდი ახლა მათ გავყვეთ რაციონალურად გავყვეთ მოდი მათ. მოდი რაც ახლა თენგომ თქო. ამ ვიზების შეწყვეტაზე მართლა გადმოვიდეთ. მე ზოგადად ჩემაზრს ვიტყვი აქ მე ვფიქრობ რომ ხელისუფლების არ ვიცი ხელისუფლებას ეს პოზადაა გარჩეული თუ მართლა არ ნერვიულობს ამ საკითხზე რაც დაკავშირებულია ევროკავშირში ის კლაუსავიზო რეჟიმის შემოღებაზე და უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე მე არ უყურებ ამას რომ ეს არის რაღაც ისეთი საკითხი რომელიც შეიძლება ესე ჰაი-ჰარალოდ გავატაროთ. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემა იქნება, რა თქმა უნდა, სახელმწიფოსთვისაც და თუ კიდევ უფრო დავიწროვდებით, კონკრეტულად ქართული ოცნებისთვისაც, იმიტომ რომ ამ თემით არის შესაძლებელი საპროტესტო მუხტის აწევაც, საპროტესტო ელექტორატის აკუმულირებაც. ასეთ დროს რომ ხელისუფლება და მე უყურებ მათ კონტრპიარს ამ ყველაფერზე არის ცოტა ისეთი როგორ თქვა, რომ აი ქართველები არ გავიყიდებით ვიზა არავის ღრმა პატივისცემის მიუხედავად, არც მე და დარწმუნებული ვარ ქართული საზოგადოების ძირითად ნაწილს არ ჭირდება, არც ბატონი მდინარაძის, არც ბატონი კობახიძის არავის შეგულიანება, რომ ქართველები რომ ამდენი საუკუნეა და ამდენი ათასლეულია, რომ ამ მიწაზე ვცხოვრობთ, აქ ვიზრდებით, ჩვენთვის ეს არის მთავარი და ამის შენარჩუნებისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. ამაზე მე მთავრობისგან შეგულიანება არ მჭირდება, ეს ხადია. მთავრობისგან მე ვფიქრობ, რომ ქართულ საზოგადოებაში ჭირდება ამ ყველაფრის მკაფიო ალტერნატივა, რომ კი ბატონო გვესმის, არ არის ეს და არ ვაბრალებ მე ნამდვილად ხელისუფლებას ამ ყველაფერს და ხელისუფლების პასუხისმგებლობა შეიძლება არ არის ის, რომ დასავლეთის მხრიდან ესეთი უსამართლო მიდგომა ხდება, მაგრამ მეორეს მხრივ საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობა იქნება აუცილებლად დადგება ეს მომენტი, როდესაც მან კაფიო ალტერნატივა უნდა შესთავაზოს. ხო საზოგადოებას დასავლეთიდან ხდება ამ ვიზების შეჩერება, რაც დიდ პრობლემას შეუქმნის იმყოფ ჩვენს თანამემამულეებს, მაგრამ რა არის ამ ყველაფრის ალტერნატივა? რას თავაზობთ საზოგადოებას და ალბათ ამ კონტექსტში ჩვენი დღევანდელი თემა კიდევ უფრო მეტად საინტერესოა, ხო? კი ბატონო, ხო, ანუ პირველ რიგში სავიზო ალბათ ევროპელები ეხლა 50,000 კაცი იყო, სულ 3,53,000 ვიზიტორია შემოსული და აქედან აი სხვებიც არიან იქ რა თქმა უნდა, ყველა არ ამოვიღოთ, უბრალოდ ამოვიღეთ სამი ყველაზე დიდი ვიზიტორით წარმოდგენილი ქვეყნები, ხო, ანუ ეს იყო გერმანია, საფრანგეთი და არ მახსოვს ჩეხეთი იყო თუ ევროპა, ჩეხეთი, საბერძნეთი, ხო, ანუ ეს იყო ყველაზე დიდი რაოდენობით
შემოსული ვიზიტორები, ხო? და სულ არიან 50000 და ამით არ გვემუქრებიან, ალბათ ისინი გვემუქრებიან უფრო მით, რომ ძალიან ბევრი ქართველია ევროპაში და მათ შეიძლება საფრთხები შეექმნა, თუმცა ესეც ცალსახად ეს საკითხი არ დგას, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ კაცრი სავიზო რეჟიმებია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ძალიან ბევრი ქართველი ახერხებს იქ მოხვედრას თუნდაც არალეგალური გზებითაც და ის ვინც დარჩენილია ახლა ევროპაში, ხო? არ ვიცი, ანუ მან ევროპისთვისაც ძალიან მარტივად დგას არჩევანი, ხო? არჩევანი როგორ დგას? ან ქართველი ემიგრანტი იქნება იქ, ვინც იქ დაუშვათ იმუშავებს და ამით რაღაცა ოჯახს შეინახავს, ან იგივე ისევ იყოლება იქ რა ვიცი, არაბი, პაკისტანელი ან თურქი ემიგრანტი, რომლებიც უკვე პრინციპში თვითონ ევროპაშიც გამოვხიზდა ძალიან ბევრი და უკვე ხედავენ, რომ ეს საფრთხეა თვითონ ევროპისთვის. ასე რომ ესე ცალსახად ეს საკითხი არ დგას, რომ პრობლემებს გააჩენს ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, იქნება საპროტესტო გამოსვლების მცდელობებიც, ალბათ ოპოზიციას ექნება ამის მცდელობა, უბრალოდ ესე ცალსახად ეს საკითხი არ დგას. რაც შეეხება ალტერნატივას, ხო, ხელისუფლების პრობლემა არის ის, რომ ის ამ ალტერნატივაზე უბრალოდ არ საუბრობს, თუმცა ეს ალტერნატივა უკვე არსებობს და ამ ალტერნატივას მიუძღვენი ჩვენ მთელი გადაცემა დღეს. ეს არის თოთ ეს ალტერნატივა, რაც არის ჩამნაცვლებელი აი ამ ევროპის და ევროკავშირისა, საიდანაც მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს გარკვეული გამოწვევები დაუშვათ რუსეთთან ურთიერთობაში, გარკვეული საკითხები, რომლებიც უნდა გადაიჭრას. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე რუსები ჩვენ შანტაჟისთანით არ გველაპარაკებიან, ხომ? ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე რუსები ჩვენგან არ მოითხოვენ საქართველოს სახელმწიფო ინტერესის საწინააღმდეგო მოქმედებებს. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე დღეის მონაცემებით, ხო, რუსები არ მოითხოვენ რომელიმე მესამე ქვეყანასთან ომში ჩართვას, ფრონტის გახსნას, საუბარია ვიზებზე და ფრენებზე. რომლებიც უპელი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის, ხო? ანუ ეს არჩევანი გვიდგას ჩვენ და ეს ალტერნატივები უნდა უკვე არსებობს და ხელისუფლებას ადრე თუ გვიან მოუწევს ამ ალტერნატივების აღიარება. ანუ თუმცა ხო, ანუ ისინი მუშაობენ, ესე შეიძლება ითქვას, უბრალოდ აი ჩინეთთან დაუშვათ ვიზო მიმოსვლის შემოღება და ასე შემდეგ, ესეც ალბათ რაღაცნაირად დაზღვევა ევროკავშირის მხრიდან სავიზო რეჟიმის შემოღების შემთხვევაში რაღაცა ალტერნატივებს ხელისუფლება აჩენს და ამის მცდელობებს ჩვენ ხედავთ. იქ უბრალოდ რამდენად ეფექტური იქნება ეს ალტერნატივები ჩინეთთან მიმართებაში, ხო? ეს ცალკე საკითხია და ცოტა მე პირადად სკეპტიკურად ვუყურებ. აი რუსეთის შემთხვევაში ეს ძალიან რეალისტურია და რა ვიცი, მთელი საქართველოს რაც რუსეთის სახელმწიფო გაჩნდა, იმის შემდეგ ეს ურთიერთობები რუსეთ-საქართველოში, საქართველოს და რუს ხალხს შორის ყოველთვის არსებობდა ეს ბუნებრივი კავშირი. და თან პირდაპირი მეზობელია, რაც არ უნდა იყოს პირდაპირი მეზობელი. ბუნებრივი კავშირია, თავისთავად არსებობს ეს ორგანული და ბუნებრივი კავშირი. ხა ჩინეთი ცოტა შორს არის და კიდე სხვა კულტურაა და იქ ცოტა რთულია. ხო, ანუ თუ ევროპული დაუშვათ ბაზრის ჩანაცვლება ხდება, როგორც სამუშაო ძალისთვის ბაზრის ჩანაცვლება, ხო, ასევე პროდუქცია რა გვაქვს ჩვენ ევროპაში არც არაფერი არ გვაქვს, მაგრამ რაც გადის იმის ჩანაცვლებაც რო გახდეს საჭირო, ამისთვის რუსეთი არის უზარმაზარი ბაზარი და ორგანული ბაზარი, ბუნებრივი ბაზარი, ტრადიციული ამის, ხო, ეს ერთ და მეორე კიდე ერთი ძალიან საინტერესო ის მინდა შემოგვიყვა. ეხლა ჩვენ ხო მოვიყვანეთ მონაცემები, ეხლა ნახეთ რომ 551,000 რუსეთის მოქალაქე არის აი ამ ორ კვარტალში, 6 თვეში შემოსული საქართველოში, ხო, ორი კვარტალი არის 6 თვე. აი ამ 6 თვეში არის სადღაც 600,000 ადამიანი შემოსული, ანუ თვეში დაახლოებით 100,000 რუსი არის შემოსული, ხო? ანუ აქ ჩვენ ასე ხაზი უნდა გავუსვათ ჩვენ ამოვიღეთ ფრენები, ხო? ფრენების სტატისტიკა. აქ სახელმწიფო ავტობუსები, მიმოსვლა ავტობუსები და მანქანები და ასე შემდეგ. ხო, ანუ ეს კიდევ უფრო მაღალია ეს ციფრები. თუ გვინდა რომ ეს სტატისტიკას მოვიყვანოთ და ამასთან ერთად როდესაც აი ბილეთებს ნახავთ, რომ ბილეთები აღარ არის და ორი სამი ბილეთია დარჩენილი რეისებზე, ხო, რუსეთის მიმართულებით. ერთი ძალიან მარტივი კითხვა, მაგრამ მარტო რუსები ხარ დაფრინავენ იქით და აქით, ხო? ანუ აქ ქართველებიც ხო დაფრინავენ, ახლა ამდენი რუსი იქით აქით, რა ვიცი, ანუ აქ ამაში არის ძალიან დიდი ქართული მოსახლეობისა, ხო? ესე იგი რა გამოდის, რომ ძალიან ბევრი ქართველი სარგებლობს აი ამ სერვისით, სარგებლობს იმ შესაძლებლობით, რაც გაჩნდა 2023 წლიდან, როდესაც ეს პირდაპირ სიკეთით, რაც გაჩნდა, ხო? და რაღაც თუ ამდენი ქართველი სარგებლობს ამით, თუ ამდენ ქართველს უნდა ამ ხალხთან ურთიერთობა, ამდენ რუსი ჩამოდის და უნდა ქართველებთან ურთიერთობა და საქართველოს დასვენება უნდა თუ დროის გატარება უნდა ათვალიერებო, ხო, ის ჩამოდის, ხო? მაინც საიდან არის ის მონაცემები, რომ თურმე მთელს ქვეყანას ესე გადაწყვეტილად გძულს გვეზიზღება რუსეთი და მთელს ქვეყანას თურმე ერთხმიანად ხეხმატკილებულად, რა ვიცი, მრავალჟამიერი სიმღერით გვინდა ევროკავშირში შესვლა. ესეც ხო ის მონაცემები ამასაც ხო კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, ხო? და კიდე არის მეორე არგუმენტი იმათვის ცუდია, ანუ ამ ლიბერალების თუ
თუ ამას მნიშვნელობა არ აქვს და არაფერი საგანგაშო არ არის და 80,000 კაცია თუ რაღაც მაგათ რო გითხო. მაშინ ის ამბავი რატო აქვს ატეხილი რომ აი მთელი რუსებს წაიღეს საქართველო, გვიყიდეს, დავმონდით, ჩავბარდით და სხვა შეზ ეთი რამე და თქვა, თენგო, შენ იცი და ცოტნემაც იცის. ხო, წესით პირველივე რეისი თუკან. აი ეს რეისი ხო ჩვენ ხო სხვა შორ ჩვენ ვისხედით პირველივე რეისზე 10-ში ეს მინდა იცოდეთ თქვენ 10-ში პრეზიდენტმა პუტინმა მოაწერა ხელი ამ გაკარგულებას ჩვენ უკვე მან მოსკოვში ვართ მე და ჩვენი გუნდის წევრები და 19-ში თუ არ ვცდები ჩვენ 19 მაისს დაიჭრა პირველი რეისი ეს არ იყო პატარა საკითხი ისიც რომ უახლოეს 10-დან 10 დღეში დაახლოებით მოხერხდით რომ აქ ტექნიკური საკითხი იყო აქ პირველი რეისი ანუ აზიმუტმა განახორციელა აქ ბორტის შემოწმება ანუ მთელი საკითხი იყო ეკონომიური კუთხითაც უსაფრთხოების კუთხითაც იმიტომ რომ იქ გამოვიდნენ ჟურნალისტები გამოკვლენ ჩვენ იქ შეირჩა თუ ბუნებრივად მოხდა სხვა შორის ბილეთები საკმაოდ ისეთი იყო პირველ რეისზე რუსეთის მოქალაქეები საქართველოს და რუსეთის შეერთებული ოჯახი იყო არის კადრები ამის სხვათა შორის ჩვენ მთელი ის 10 დღე ვიყავით იქ და მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა რა თქმა უნდა რუსეთის ხელისუფლებასთან ხო და იმ გუნდთან თქვათ ვინც უშუალოდ იყო ხო თქვათ დსთ-ს წევრი დუმის დსთ-ს კომიტეტის თავმჯდომარე მისი მოადგილე და ყველა და ეკონომიკის სამინისტროს და ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ჩვენ გამოვფრინდით მაგ რეისით და უკან იცი უკან ხო შეასრულა ამ რეისმა ისევ პირველ იცი ვინ დაბრუნდა მაგალითად ორი ადამიანი ვიცი რაც ვიცით ვინ დაბრუნდა ვინ გაყვა ამ რეისს ბატონი კოტე კემულარია რომელიც გაშმაგებით ებრძვის რო კითხვა ინსალში იყო რუსეთში მან ძალიან კარგად იცის ეს რას ნიშნავს რუსეთი და ბიზნესებიც აქვს მე არ ვიცი სახელები კონკრეტულად მაგრამ და მეორე იყო ბატონი დავით ჭიჭინაძე აი რაღაცა ტრიბუნა თუ რაღაც რო აქვს ეს პარტია აი ეს ორი ადამიანი გაყვნენ უკან და მას რო შეხვდა ერთი ჩვენი მეგობარი საკამო ეს ნამდვილად იცი მე რა ვიცი რას ქვია ნამდვილად ადამიანები არიან აი დაზუსტებით და აი დაზუსტებით რუსეთის ძინება რომ მაგათი მოგონილია ეგეთ ხალხს ნუ ეს მეგეონები რაც ვიცით იმიტომ რომ ამ ადამიანებს შეხვდნენ იცი სად შეხვდნენ ერთ-ერთი ჩვენი მეგობარი საკმაოდ კარგი ანუ აი კარგი ავტორიტეტით სარგებლობს ძალიან კარგი ქართველია ეს კაცი იქ მცხოვრები რომელიც შეიძლება ითქვას რომ მთელი მისი ოჯახი საგარეო საქმიანობაშია და საკმაოდ ავტორიტეტული ქართველები არიან. შეხვდა ერთ-ერთ უწყებაში, უთხრა რა გინდა? შენ ბიჭო, მე რა ბჭიქაშვილს და ეხლა სოლიდარობას რაც აგინეო და რაც თქვი, აგრა რა ვქნაო, ძმაო, მეო, ჩემი ინტერესები მაქვს, აქო და მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, კიო, ჩამოვედით. ეს რო იცოდე. ჭონიას კოკაკოლა არ შექონდა. ხო, ჭონიას კოკაკოლა შექონდა და დღეს რა ხდება ამაზე საერთოდ აღარ მინდა ლაპარაკი. რა მინდოდა მე კითხა რომ მოდი ჩემ ქვეყანას გამოადგეს და ჩვენი ამგადაცემის მიზანიც ეს არის, სწორედ. მე ხوار ლაპარაკობ მერაბჭიქაშვილის გაკეთებაზე, სოლიდარობაშვილის გაკეთებაზე. იქ ჩვენ მეგობრებზე, რომლებმაც დიდი ხნის უკან დაიწყეს ეს. ეს არ იყო პატარა საქმე. თუნდაც იმ ჩემი მეგობრისთვის, რომელმაც ძალიან ბევრი და მე ბევრი რამ ვთხოვე და არ ვიცი, ჩვენ იქ არ არის ესე მარტივი და არც მაშინ საერთოდ რთული იყო. და რუსებმა ეს პოზიცია რო შეცვალეს და პირიქით დათმობიდან მოდიან, ესეც განაპირობებს, ხო? პუტინის ხელის მოწერა ამ საკითხზე, ასე ჩვენ ხავ საუბრობთ, რომ ეკონომიკა და სიკეთეა. ამაზე მე ვიტყვით ბოლო გრაფიკაზე რა სიკეთეა. ჩვენი დათვლით ყველაზე მიზერულით. მე რა ვიცი რა მინდოდა მე კითხა, აი ცოტნეც ამბობდა მოუწევსო ხელისუფლებას იმისი აღიარებაო, რომ ერთის მხრივ ეს მართლა რეალური ალტერნატივა შეიძლება გახდეს იმ კრიზისის რაც შეიძლება გამოიწვიოს და გახდა კიდევაც. კი ბატონო. რაღაც პერიოდში ხო გახდა ამ დაძაბულ იმედი თუ გაქვს შენ, იმიტომ რომ შენ გეკითხები ამას იმიტომ რომ ამ პროცესის უშუალო მონაწილე ხარ, ხო? ამ ყველაფრის და ძალიან კარგად გეხსომება შენ მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები იმ დროს. აი, როდესაც ჩვენ ვთქვით, რომ იგივე სახელმწიფო მედიის მხრიდან არ იყო მაინდა-მაინც მხარდამჭერი პოზიციები და პირიქით შეიძლება უფრო მეტი ნეგატივი მოდიოდა, ვიდრე პირიქით მხარდაჭერა აი ამ პროცესის. ჩვენ ხო გვახსოვს ამ დროს ხელისუფლების პოზიციებიც რაც იყო, რომ ისინი აღმოჩნდნენ ერთგვარად თავის მართლების რეჟიმში, რომ ჩვენ არ გვითხოვია რაც უნდა ისქნას პუტინმა, რასაც უნდა იმას ხელი მოაწეროს ეს თითქოს თავს იმართლებენ იმაზე, რაც აშკარად პოზიტივი იყო ქვეყნისთვის. გააქვს იმედი, რომ აი ეს განწყობები შეიცვლება თუ გააქვს იმისი მოლოდინი, რომ აი ეს არ ხედავ, არ მესმის, არ ვლაპარაკობ პოზიცია კვლავ გაგრძელდება ხელისუფლება. თქო, ერთადერთი რის იმედიც მაქვს და მინდა რომ ეს იყოს. მოდი რა, ნებისმიერი ხელისუფალი, აი ხა ამას ყოველგვარი რაღაც ემოციების გარეშე წყნარად, შვიდად გამოიყენონ ეს სიკეთე.
კიდევ ერთხელ ვამბობ, უბრუნდები რასაკეთს? ერთი როგორც ეკონომიკურს და მეორე როგორც პოლიტიკურს, მით უმეტეს დღევანდელ ამ დაძაბულ გეოპოლიტიკაში. ცოტნე მახსენა ალტერნატივა, ჩინეთი. თუ ჩვენ დღეს და საერთოდ ამაზე ღიად საუბრობს ყველა. ესე იგი ჩვენ ლიბერალებს როცა უნდათ, მაშინ რუსეთი მტერია და როცა თვითონ უნდათ ბიზნეს პარტნიორია. ჩვენ სააკაშვილი გვახსოვს როგორ ეხვეწებოდა დადგა ლარსზე. ლარსზე ხდებოდა პირადად. მასე მე შენ და ცოტნეს კი არა, ალბათ ვერ წარმოვიდგენ ეგეთ რამე გავაკეთე, იმიტომ რომ ეგ მართლა ყალბია ხა, როგორია ხა, ჩავიდე და უი და რაღაცები უხადო, მადლობები და საკუთარი შვილის ცრემლები და ის არა აქვს, აქვია, იმდენად შეფასებული, ამდენადაც იქ ვიღაცებს მესაზღვრეებს რომ აპატეიდა ერთ ადგილს ულოკავდა ტურისტებს. ეს ხო გვახსოვს, მაგრამ მე იცი რა მინდა რომ მყავდეს ხელისუფალი, ისეთი იყოს ხელისუფალი რომ არასოდეს არ იჩქაროს, მით უმეტეს როცა საუბარია დიპლომატიას, პოლიტიკაზე, დღევანდელ გეოპოლიტიკაში. ეს სიკეთეც გამოიყენოს, მე მირჩევნია ჩუმად იყოს და არაფერი თქვას. ვიდრე თქვა რაღაც შეცდომა დაუშვას, გამოვიდა რაღაცები, ჩვენ არ უნდა ვიყოთ იმ ვირის პოზიციაში, რომელზეც უფალი იესო ქრისტე იჯდა და იერუსალიმში შევიდა. არც მე მაგალითად, მერაბ ჭიქაშვილი და არც რომელიც პირველი დღიდან მონაწილე ვარ აი ამ კაბინეტური იმიდან რაც დაიწყო 22 წლის 7 დეკემბერს ახლა მე ვიფიქრო რომ არც მინდა მე ვიყო ის ვირი და არც ჩემი ხელისუფალი არც ერთი მინდა იყოს ის ვირი რომ აუ ახლა ეს ბიჭო მე გამიკეთე სხვათა შორის მაგ პერიოდში ჩვენ ყავდა პოლიტიკოსი და მაღალი თანამდებობისპირე პოლიტიკოსი რამდენიმე აი მაგ პერიოდში ვინც იყვნენ პრემიერ-მინისტრები თუ ასე შემდეგ რომლებაც საკამოდ აი დიდი სიჩუმე გამოიყენეს და სწორად იმ სიჩუმით ეს არ ნიშნავს რომ ძალიან არ აყვნენ იმ პროპაგანდას რაც უნდათ იმად გახსოვს ხო ჩვენ რას გვეუბნებოდა აბა მიგინდა გახსოვს ხო რეებზე დაგგვდებდნენ და ამ პოლიტიკოსებმა სწორედ იმ ცნებიდან გამომდინარე რომ არის დრო ქვების შეგროვების და არის დრო ქვების სროლის სწორად გამოიყენეს მე თუ მკითხავ თენგო აი არ ვიცი დიპლომატია რა არის სხვა თუ არა სწორედ ეგ დიპლომატია არის თუ არა ენას ტკბილად გონსახრელით ამოიყვანს ენატკბილად მოუბარი დიპლომატია არის თუ არა რაზეც ლაპარაკობთ რომ აი რაღაცა მომენტები არის რაზეც გიწევს რაღაცაზე წასვლა ვაჭრობ ყველაფერზე გარდა საკუთარი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისა ეხლა დაუბრუნდეთ კიდევ თავარ საკითხს მთელი ის პერიოდი და დღეს რა ცოტა ისე არიან რუსეთს ენდობით მაგათ ენდობით რა ვერ გავიგეცი ეს სტატისტიკა რაც ახლა ჩვენ დავჩენეთ ანუ კაცმა მოხსნეთ რომ ვენდობი რას არ ვენდეთ რავი არ გაამართლა ანუ აი ვერ ხვდები ანუ აი ამ ლოგიკით ამას რუსეთს მე არ ვენდობი როგორ გითხრა რაღაცა პოლიტიკა ესეთი რაღაცაა რომ ხა ნდობა და რაღაცა გათოლები უნდა ქონდეს და ყოველთვის უნდა დაიტოვო რაღაცა სივცე ლუფტი უნდა დაიტოვო რაღაცა შენ გამონათქვამაც შენმა გადადგმულმა ნაბიჯოს ისე რომ საბოლოო დაღუპოს ქვეყანა ყოველთვის ქონდა ჩვენი საქართველოს ისტორია ამაზე გავიდა დიპლომატიაც ამაზე გადიოდა სულ ეხლა კარგი მე ხო ვარო რაში ვინდე რა მოიცა არ ვენდეთ ხელი რომ მოუწერეთ ჩვენივე თხოვნას რომ ხელი მოაწერა ეხლა რაც შეეხება ტერიტორიულ მთლიანობას ეს საკითხი ნდობაზე ვიტყვი უბრალოდ აი ეს ამით ნდობაზე როალ რომ რუსეთს არ ვენდოთ და რუსეთს როგორ შეიძლება ენდო და ვისაც ვენდობოდით ეს 30 წელი თუ 35 წელი ხო ხედავთ რა შედეგიც გვაქვს მაკედან მეგობრებო აი ევროპას ხო ვენდობოდით თვალდახუჭული ევროპა რასაც გადაწყვიტოს აი ხედავთ როგორ გველაპარაკება დღეს ევროპა რომ იქ რაღაც რომელი პოლიტიკოსები მე შენ ვიზებს გაგიჩერებ ამერიკას ხო ვენდობით ამერიკის შეერთებული შტატების ნდობა ხო შეიძლება გამოდის აგერ კელოგი და ჩვენს გარეშე ვაჭრობს ჩვენს უსაფრთხოებაზე რომ კი კაცო რუსეთს ჩვენ მოუწერთ იქ ხელს რომ საქართველოს და მოლდოვის და უკრაინის მიმართულებით არ განვით აი ეს არის მეგობრებო ნდობა პოლიტიკაში როგორ შეიძლება პოლიტიკაში ვინმეს ენდობოდე და ნდობაზე კონდეს აქ საუბარი არის ინტერესებზე რომ იმის ინტერესი თუ ემთხვევა შენს ინტერესს ორივეს ინტერესია რომ ერთობლივად იმოქმედო ეს არის პოლიტიკა თორე ვენდობი და აკაცობის და ლამაზი თვალების გამო რომ არაფერი არ ხდება მე მგონი უნდა გავიზარდოთ ეხა საზოგადოება იქამდე მაინც რომ ამას დავინახოთ და ცოტნეს უნდა რაღაცის თქმა და შემდეგ მე გახსოვთ ვაშაძეს რომ რუსი ყავდა თქმურად კი დიღონჯირო სახსახირავი ვაშაძე თუ ენდობა რუს და სახსახირავი რუსეთი იგივეა რაც მე თქვი მათთვის რუსეთი მტერია როცა ჩვენ გვეუბნებიან თორე მათთვის პირადად ხანდახან ბიზნეს პარტნიორია რაც ეხება ტერიტორიულ მთლიანობას და ანუ ამ საკითხსაც ხო ისეთი თემაა რომ აუ არ ლაპარაკობთ როგორ არა მე სხვა შორის გქონდა და ძალიან სწორი იყო ძალიან ბევრ აფხაზეთის მონაწილე ომის მონაწილე ადამიანთანაც ქონა საუბარი ბევრთან სხვა შორის რომლებიც გამოირჩევიან მე ჩვენ არ გვემხრობიან თქო რაღაც საკითხებში მაგრამ როდესაც ეს საკითხი ნახეს და რომ ნახეს რომ ხელი მოაწერა პუტინმა და მე ამაზე მადლობა უთხარი, ჩემთან რამოდენიმე მოვიდა და მითხრა, სხვა შორის თბილისში დაუბრუნდი. მოვიდნენ და მითხრეს რომ აი იცი რა არის?
თუ ამას მოყვება. ამას ეს ძალიან კარგი რამეა. ყოჩაკეს რო გააკეთეთ, იმიტომ რომ ოღონდ თუ ამას მოყვება. ტოლილების დაბრუნება, რაღაცა ურთიერთობების გაჯანსაღება იქ, იმ ტერიტორიაზე ეს ხება ძალიან კარგი. ეხლა მინდა ცოტნეს ვუთხრა, ცოტნე ცხოვრობს ძალიან ახლოს ტერიტორიასთან, კონფლიქტურ ტერიტორიასთან. აი, უბრალოდ აი ეს საკითხი. უვიზო გადასვლა გადმოსვლა, რამდენს მოუხსნა გალის საზღვარზე პრობლემა, რამდენ ურთიერთობებში, აი რამდენს მოეხსნა ცოტნე თქვას. როგორ ეს ირიბად, კაი, არაფერი თქვა, ღიად. ირიბად არ არის ეს იმ საკითხის ცნებობას რომ რაღაცა ურთიერთობები ჩამოყალიბდეს რომ მტრები არ ვიყოთ მოწამლულია იქაც ახალგაზრდობა ცოტნე თქვა თავიდან რუსეთში თქვენ როგორ ნაკლებად არის მოწამლული და აფხაზეთში დღე აქვთ სექტემბერი არ მახსოვს რიცხვი საქართველოზე გამარჯვების იმას დღესასწაულს აღნიშნავენ ეხლა როგორ ფიქრობ ეს არ არის ურთიერთობა სამედიცინო მომსახურება არ არის ურთიერთობების დალაგება როგორ არ ნიშნავს ირიბად რომ რაღაც საკითხებს ამასაც გვარდება ესეც თან ეს დროულად უნდა გადაიდგას მე აი ჩვენ რო თქვით რომ ეს ხალხთა შორის ურთიერთობების თავიდან მშენებლობა პრინციპში ხო შეგვიძლია ვთქვათ რომ არასდროს არ გაწყვეტილა რუს და ქართულ ხალხს შორის იმიტომ რომ რაღაცა მართლა ბუნებრივად და ორგანულად ეს კავშირები არსებობს თუმცა ეს ჩატეხილი ხიდი რაც არსებობდა რაც არსებობს აფხაზებსა და ჩვენი მოქალაქეები არიან ხო იქით ხარეს არიან უბრალოდ აი ამ კონფლიქტის შედეგად აღმოჩენილები ხო აფხაზებსა და ქართველებს შორის რა დანარჩენ ქართველებს შორის ეს ჩატეხილობა რაც არსებობს ხო აი რაც ჩვენ თქვი რომ სექტემბრის რაღაცა რიცხვში აღნიშნავენ საქართველოზე გამარჯვების დღეს საკუთარ თავზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ ხო სიგიჟეა ეს სამოქალაქო დაპირისპირება ხო ამას არაფერი არ ეთქმის ხო და ეს თუ ეს გაგზავნა კიდე 2-3 თაობა ესე თუ ნაბიჯები არ გადაიდგა შერიგებისკენ თუ ნაბიჯები არ გადაიდგა დიალოგისკენ ხო 2-3 თაობის შემდეგ საერთოდ ხო წარმოვიდგენია თუ ჩვენ ერთმანეთს დაგვევიწყდება იქით და აქით ერთმანეთი აღარ გვემახსოვრება საერთოდ წარსული არ გვექნება ან უშუალო მეხსიერებაში არ გვექნება საერთო მეხსიერება საერთო წარსული არ გვექნება რომ აი დღეს რასაც იხსენებს ჩვენი მშობლების თაობა ხო უფროსი თაობა რომ სოხუმში ჩადიოდნენ იქ აფხაზი მეგობარი ყავდათ იქ რაღაცა რუსი მეგობარი ყავდათ და რა შემდეგ და როგორ საერთო მეხსიერება როგორიც გააჩნიათ ეგ თუ წაიშალა 2-3 თაობის შემდეგ მე რა არის ის რამაც ჩვენ ერთმანეთთან მშვიდობით უნდა დაგვაახლოვოს ამიტომ არის დღეს ეს გადასადგმელი ცოტნე სხვა შორის შეიძლება ამბობ ეგ ის კი არ არის რომ უბრალოდ ერთმანეთი აღარ გვემახსოვრება ჩვენ საუბარი მეზობლები ვართ ანუ ეგ კავშირები იქნება კავშირი რა ნუ კავშირი ვერ მოჭრი და ვერ გადააგებ ამ ტერიტორიაზე ვერ გააკრობ ეგ თუ არ იქნება რასაც ჩვენ ტრობა იქნება ის რომ ჩვენ ვერ მოვაგვაროთ ეს პრობლემა ამისი ფასი შეიძლება ჩვენი შვილების სიცოცხლე იყოს აი ეს არის ჩვენ ხო კარგად ვიცით თენგო შენს და ცოტნემას და დღეს ახლა ყველანი გვიყურებს რა შეუძლია გააკეთოს პროპაგანდას მით უმეტეს სოციალურ მედიაში სხვა შორის ერთი ამაცინად წავაწყდი TikTok-ზე ერთ ვიდეოს საკმაოდ ცნობილი ბლოგერია TikTok-ერი არ ვიცი ეს გოგო თუ რა ვთქვა სახელი და გვარი არ მახსოვს წერს ძალიან ცნობილ ვიდეოს ან ადამიანებთან ჩვეულებრივ ადამიანებთან თან არა აუცილებლად ცნობად ამერიკაში წერს ამ ბლოგებს და ერთ-ერთი ბიჭი ერთ ქართულ ბიჭს წერს და რაღაცა სხვა საკითხებთან რიგი საკითხებთან ერთად ეუბნება რომ ისევ შენო ძალიან კარგად იცი რუსულიცო და აბა საიდან იცი ეს რუსულიო ძალიან კარგათო რა რუსეთში ეს კითხავს უზოდო მე მართლა არ ვიცოდი ამ ბიჭის თავის ბიზნესში რაშიც არის ეს ბიჭი ნუ კი მახსოვს რომ რუსულად ძალიან კარგად ლაპარაკობდა ან რაღაც რამოდენიმე ვიდეო მქონდა მართლა ვერ დავიჯეროდა და ეს ამერიკაში შეკითხება გოგონა რომელიც ნუ არ ვიცი რა ვერ ჩავთulit რომ ხა მაინც ამას ლიბერალია შეიძლება რაღაც კლასიკურ რაღაცა middle size როგორც არის ეს ხარ უჭირავს და კი ბატონო საინტერესო ვიდეოებს წერს და მიფიქრე რომ მეთქე ამ კუთხით და ეს ბიჭი ამბობს რომ კიო მეო დაახლოებით 5 წელს ვიყავი 6 წელს ვიყავია როდესაც სოხუმში ცხოვრობდითო მოკლედ აფხაზეთში ცხოვრობდითო და ეს ამბავი რომ მოხდაო აი რიგ ნაწილთან ერთათო და ვიცი ჩვენ რომ ძალიან ბევრი წავიდა რუსეთში და რუსეთში მაშინ ამ კონფლიქტის მერე ის ქართველები არიან ისინი დღემდე ქართველები არიან იქ და ეს ყვება ისტორიას რომ მე ვიყავიო 17 წელი თორას ვიცხოვრეო რუსეთში ჩემი ოჯახი მაშინ იქ წავიდაო და რა თქმა უნდა ეზე არა რუსულ კულტურას ყოველთვის მაგრამ არასოდეს მე საქართველოზე ყოველთვისო და დედაო ქართულად მელაპარაკებოდა და სპეციალურად ქართულად ლაპარაკობდა ნუ იცი რა არის ეს ხო არის რაღაცა ის ნაწილიც რაც სწორედ ერთ-ერთი ელემენტია რომ ეს ურთიერთობები აღდგეს
ზურფასო მეგობრებო, ეხლა გვინდა შემოგთავაზოთ ერთი გრაფიკა, რომელიც ასახავს საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის ზოგად სტატისტიკას. ეს არის საშუალო მაჩვენებლები, ბუნებრივია და ასევე მხოლოდ საშუალოთი დავთვალეთ და ხო, რა თქმა უნდა და ასევე აქ არის საქართველოს ბიუჯეტისთვის კონკრეტული შემოსავალი, რასაც ჩვენი ქვეყანა იღებს სწორედ ამ პროცესისგან. მერაბი გააკეთებს ამ კი ბატონო, რაც შეეხება ბიუჯეტს, ჩვენ ამას ბოლოში ვიტყვით, თუმცა აი ჩვენ შევეცადეთ გაგვეკეთებინა თქვენთვის და ზოგადად ჩვენ ქვეყნის მოსახლეობისთვის, აი რომ ყოფილიყო სურათი, გრაფიკა ცხრილი, მოკლედ, ცხრილი, სადაც თქვენ ხედავთ და მე მინდა თქვენთან გავივლი, აი თქვენ ხედავთ, რომ მაგალითად მოდი ჯერ დავიწყოთ იქიდან, საერთოდ საქართველოში რამდენი ავიაკომპანია დაფრინავს, რუსეთ-საქართველოს შორის ძირითადად არსებობს სამი ავიაკომპანია. ორი აქედან არის რუსული, ერთი არის ქართული, აირზენა. მე უბრალოდ მინდა რომ ჩვენ მოსახლეობას უთხრა და გრაფიკაში ამ ცხრილში ვთავაზობთ რას, რომ მაგალითად აირზენას გააჩნია ორი ბოინგი ამ შემთხვევაში, რომელიც რუსეთ-საქართველოზე მიმართულებით დაფრინავს. ეს არის ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაცია, მაგრამ შეიძლება მეტიც იყოს, მაგრამ ორი ბოინგი, აირზენას ყავს ორი ბოინგი. აქედან რომ იცოდეთ, თითო ბოინგი, მაგალითად ერთი ბოინგი არის მგზავრების ოდენობით ბორტი შეადგენს 160 ადამიანს, მეორე ბოინგი შეადგენს 180 კაცს. ანუ 180 კაციანი ბორტი ყავს. რაც შეეხება შემდეგ მეორე კომპანიას, უკვე რუსული კომპანიებია, ეს არის აზიმუტი, აზიმუტის ბოინგი არის აზიმუტი, რომელიც დაფრინავს ხშირად, რომელთაც სარგებლობენ საერთოდ და ჩვენს მაგალითად პირველი რეისით, ამ სწორედ ამ აზიმუტის ამ ბორტით ჩამოფრინდით. ნახე, ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე მეტი რეისებია და რა მარტო თბილისიდან. კი ბატონო, ამას ხო, ამას ჩვენ მაყურებელმაც ნახა იმ ცხრილში. მაგალითად აზიმუტის ბოინგი არის 100 კაციანი. და ჩვენ აქ ხვდება, რა თქმა უნდა, მესამე ავიაკომპანია, ამ შემთხვევაში უკვე მეორე რუსული ავიაკომპანია, ეს არის Red Wings-ი. Red Wings გააჩნია მაინც ძირითადად 80% მისი ბოინგი, რომელიც ყველაზე მეტად ხშირად დაფრინავს რუსეთ-საქართველოს შორის და ჩვენ ნახეთ, რომ ეს საკმაოდ ბევრი მიმართულებაა. მოკლედ, ძირითადად მისი ბოინგი არის 100 კაციანი. მაგრამ ასევე ყავს, მაგრამ ეს იშვიათად თუ გამოიყენება, არ ვიცი ხა რაღაც შემთხვევაში შეიძლება რაღაც პერიოდი იყოს, როცა ხშირი ფრენებია და მაგალითად როცა სეზონია, ეხლა სხვა შორის სეზონია, ხო? ყავს ერთი ბოინგი, რომელიც არის 250 კაცამდე. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? ჩვენ გვინდა შემოგთავაზოთ და შემოგთავაზეთ სამი ავიაკომპანია, მოკლედ პირველი გვინდა და გვეთქვა თუ რომელი კომპანიებია და რა ბორტია, ანუ რამდენი მგზავრი შეიძლება გადაიყვანოს ამათ. მოდი ხა გადავიდეთ ფრენების განრიგზე. ფრენების განრიგი დღეში. ანუ სამივე ავიაკომპანია ახორციელებს საშუალოდ 15-დან 20 რეისს. ანუ ფრენების განრიგი დღეში გამოდის საშუალოდ 15-დან 20 რეისამდე. შესაბამისად, შემდეგ მეორე გრაფაში გვინდა შემოგთავაზოთ მგზავრების ოდენობა, ანუ გადაფრენა დღეში. საშუალოდ 1500-დან 2000 ადამიანამდე. ანუ საიდან ვიღებთ? ამ შემთხვევაში თუ ჩვენ ვსაუბრობთ 15-დან 20 რეისამდე სრულდება დღეში და ვიღებთ მინიმალურ მონაცემს, რომ თითო რეისი 100 კაცი მგზავრობს. მეტი არა, მაშინ მიუხედავად იმისა, რომ ნახეთ, რომ უფრო დიდი შემადგენლობის ბოინგების დაფრინავენ. ავიღოთ მინიმალური 100 კაციანი, ასე შემთხვევაში 15-20 რეისის შემთხვევაში გამოვარო დღეში საშუალოდ გადაყავს ამ რეისებს 1500. ანუ შესაბამისად, მგზავრები დღეში საშუალოდ 1500-2000 ადამიანი, რომელიც გადაყავს იმ კომპანიებს, რომლებიც ჩამოთვალეთ იმ ბორტებით, იმ ოდენობით, რასაც თენგომ თქვა ჩვენ საშუალოდან გამოვდივართ. შემდეგი, რაფა ჩვენ გვინდა ვთქვათ და მოდი ავიღოთ ახლა ფრენები საშუალო თვეში. თუ მივყვებით ამ ლოგიკას და ამ გრაფიკას და ბუნებრივია რაც შენ თქვი, შესაბამისად საშუალოდ ფრენები უკვე თვეში გამოდის 450-დან 600-მდე. კი ბატონო, ანუ ეს მაჩვენებლები გამრავლებული 30-ზე. კი ბატონო, ეს მაჩვენებლები რაც არის გამრავლებული 30-ზე. ხოლო მგზავრები უკვე თვეში შესაბამისად და ლოგიკურად გამოდის აი ამ კომპანიების მიერ, იმ განრიგით, რასაც ახლა ცხრილში ხედავთ, გამოდის რომ თვეში სწორედ რუსეთ-საქართველოს მიმართულებით დაფრინავს საშუალოდ 45,000-დან 60,000 მგზავრამდე. ესეც არის აი კიდე ერთხელ ხაზს გავუსვამ რომ მინიმალური მონაცემით რომ თითო რეისზე მხოლოდ 100 კაცი მგზავრობს. რაც არის მინიმალური მონაცემი. ეხლა რაც შეეხება ვიდრე ჩვენ მივალთ უკვე საქართველოს ბიუჯეტში ანუ ეკონომიკის პლუსზე და ზოგადად საქართველოს სარგებელზე, რა თქმა უნდა ჩვენ ვახსენოთ ეხლა ფასები. ბილეთების საშუალო ფასი არის
300-დან $400-მდე. მე მინდა ერთი რამ თქვა და კიდე ერთხელ თქვა რომ მოსახლეობას ჩვენ გამოდივართ საშუალოდან. აქ მე მინდა და შენ კარგად იცი ჩვენაც ვაკეთებ და ნებისმიერი ადამიანი რო დაждდება და დაიწყებს მოძებნას თქვენ აქ მაღალი ციფრით შეხვდება ფასების და პეტერბურგში მაგალითად $100 და მხოლოდ ერთი გზა. ჩვენ ნახეთ პეტერბურგში $100 ხის ერთი ბილეთი. მეორე მხრივ ხა მაგალითად ქუთაისიდან შედარებით იაფია. თუმცა ჩვენ აი გრაფიკაზეც ხედავთ რომ გამოვიტანეთ ვიმჟე მხოლოდ საშუალოდან. მოკლედ ხედავთ გრაფიკას, ხედავთ ბორტების შემადგენლობას, ხედავთ ავიაკომპანიებს, ხედავთ რამდენ რეისს ასრულებენ დღეში, რამდენი მგზავრი გადაყავთ დღეში შემდეგ თვეში და შესაბამისად ვიცით ბილეთის ფასიც. ეხლა მოდი უბრალოდ აი ჩვენ ეხლა დავთვალოთ მაყურებელთან ერთად იქნება თუ რა ვიცი ერთად დავთვალოთ შესაბამისად შემოსავალი. აი ვისაუბროთ შემოსავალზე. თუ ჩვენ ვამბობთ რომ $300 საშუალოდ ბილეთი 300-დან $400-მდეა, მოდი დავიწყოთ დავთვალოთ დღეში შემოსავალი ჯერ. ხო ბატონო, შეგვიძლია ეს. აი 1500 იყო მინიმალური მაჩვენებელი რაც ვნახეთ. მოდი აი 1500 გავამრავლოთ $300-ზე პირობითად ამ შემთხვევაში ისე მინიმალურ მაჩვენებელზე ეს არის $450,000 დღიური შემოსავალზეა საუბარი დღიურზე ეს არის მინიმალური შემთხვევაში მაგრამ აი მაქსიმალური ზღვარი ხო ქონდა აღებული რომ 2000 კაცი არის მაგალითად მგზავრების რაოდენობა და ბილეთი ავიღოთ $400 კი ბატონო მაქსიმალური ავიღოთ ამ შემთხვევაში $800,000 ანუ შემოსავალი დღიური შემოსავალი მხოლოდ ბილეთების ფასიდან ეს არის 450-დან $800,000-მდე ეს არის დღეში შემოსავალი ეხლა მოდი ეს გავაკეთოთ ჩვენ შემოსავალი თვეში ანუ და ერთი ეს ციფრის დავთვალოთ რომ მაყურებელს არ მოვაწყინოთ თავი მაგრამ მოვაწყინოთ თავი კი არა ჩვენ გვაინტერესებს საერთო სარგებელი რა აქვს შემდეგ საქართველოს იგივე პრინციპით გავაკეთოთ კი ბატონო გავაკეთოთ ეხლა ჯერ მინიმალური 450,000 გავამრავლოთ 30-ზე ანუ 30 დღეზე კი ბატონო ეს გამოდის $13,500,000 კი ბატონო დოლარი სწორია ხოლო მაქსიმუმი ავიღოთ ანუ ეს გახლავთ უკვე მეორე რიცხვი რა ქონდა ხო 800,000 კი ბატონო 800,000 გავამრავლოთ 30-ზე ეს იქნება 24 მილიონი კი ბატონო დოლარი აქ საუბარია დოლარებში ხო ჩვენ არ დაგვავიწყდეს მაყურებელს უნდა ვთქვათ რომ აქ საუბარია დოლარებში თუმცა იცის კიდევ ანუ ყოველთვიური შემოსავალი არის 13 კი ბატონო 13 მილიონი თუ ვისაუბრებთ მინიმალურზე 13,500,000-ია ხო კი ბატონო 24 მილიონამდე მე 24 მილიონამდე არის თუ ვისაუბრებთ მაქსიმუმზე მოდი აი ყველაზე პირველადი მოგების გადასახადი აი მოდი აი ამ სამ კომპანიას რომელიც დაფრინავს და ახორციელებს ინფრენებს რაც ჩვენ შევთავაზეთ ყველაზე მინიმალური პირველადი საქართველოს ბიუჯეტში შენატანი რაც აქვს ეს არის მოგების გადასახადი. ხო არ ვცდები. და ეს ყველამ კარგად იცის რომ მოგების გადასახადი არის 18%. მოდი ახლა მაქსიმუმიდან ავიღოთ თუ გინდა. პირდაპირ მაქსიმუმიდან დავთვალოთ თუ გინდა. თუ გინდა მინიმალურიც პროსტა უბრალოდ უარ დავღალოთ ჩვენი მაყურებელი. კი ბატონო დავთვალოთ მაქსიმუმიდან აი 24 მილიონი შემთხვევაში რამდენი არის აქედან ბიუჯეტში შენატანი. თვეში 24 მილიონი როცა აქ ამ სამ კომპანიას ერთად მოგება 24 მილიონი შემოსავალი ეს სამი კომპანია 18% რამდენია რაც საქართველოს ბიუჯეტში შედის როგორც მოგების გადასახადი ეხლავე გეტყვით 24 მილიონი გავამრავლოთ 0.18-ზე ეს არის 4,320,000 დოლარი ჩვენ დოლარზე ვსაუბრობთ ეხლა მე უბრალოდ ისე მინდა ვთქვა აი შენ ახსენე ეკონომიკა ჩვენ ხო ეს ყველაფერი დავთვალეთ საშუალოდან ეს არის და ეს არის რეალურად ეს მინიმალურია მაგრამ ხალხო აი ფრენების წილი რუსეთ საქართველოს შორის დაწყებული ბილეთების პირდაპირ ფრენების აღდგენა შემდეგ ამას მიყოლებული თქვა ვიზო რეჟიმის რომელიც ახლო დაკავშირებულია ფრენებთან და ადამიანების გზავრთანაკადთან მხოლოდ ბილეთებიდან შემოსული თანხაზე ლაპარაკი. ჩვენ არ ლაპარაკობთ რომ ტვირთები გადააგდა სხვა აიქო რომ მხოლოდ ბილეთების შემოსავალი. მე მინდა ჩვენ მოსახლეობას უთხრა. სამივე ავიაკომპანია, რომელიც თქვენთან ერთად გავიარეთ, როგორ რანაირად, რა ფასებით, როგორი ბორტებით, რამდენი კაცის გადაყვანა შეუძლია. მხოლოდ მოგების გადასახადს, პირველი გადასახადი რაც არის 18% გამოდის ციფრი 4,320,000 დოლარი საქართველოს ბიუჯეტში. და თქვენ წარმოიდგინეთ, ამას რო დაემატება ყველა კომპანია,
რომელიც თვითონები რომელიც ჩამოფრინდნენ, რომელიც პირველი რომელიც ჩამოფრინდებიან, საწვავს უკან წასასვლელს. იღებენ საქართველოს აეროპორტში, საქართველოში მოქმედი ოპერირებული ნავთობი კომპანიებისგან. არ ვასახელებ შეგნებულად, რომ რეკლამად არ ჩათვალონ. თქვენ წარმოიდგინეთ, იქაც არის მოგების გადასახადი, რომელსაც უკვე იმ მოგების გადასახადს ეს კომპანიები იხდიან ბიუჯეტში. ეს 18% წარმოიდგინეთ რა იქნება და ყველაფერს რო თავი დავანებოთ. თქვენ იცით რომ თითოეული ბილეთი რომ გზავრები, აი ჩვენ რაზეც ვლაპარაკობთ, თითოეული ბილეთიდან $25 აეროპორტს მიაქვს მოსაკრებელი და საქართველოს აეროპორტს რომ მოსაკრებელი მიაქვს, ისიც ხომ მოგების გადასახადს გადაიხდის. რა თქმა უნდა. ანუ გარდა იმ 18%-ისა. ბილეთიდან პლუს $25. კი ბატონო, კიდე $25 და კიდე ერთი ყველაზე მთავარი გადასახადი, რაც აქვთ ავიაკომპანიებს, ნებისმიერს პატარა იქნები შენ ცისქნა თუ დიდი. ნებისმიერ აეროპორტებში და მათ შორის საქართველოს აეროპორტშიც არის ეგრეთ წოდებული ground care, ესა ground service, მიწის მომსახურება, ანუ ქვია მიწის მომსახურება, აი ძალიან უხეშად შედის. მიწაში რა შედის? თვითონავი როცა დაждდება ტრაპის მისვლიდან, კორიდორის მიყენებიდან, არ ვიცი, უსაფრთხოებიდან, დენი, დამუხტვა, დატენვა, დალაგება, საჭმლის მიწოდება, ასე შემდეგ. ეს არის ground და ესეც არ არის პატარა თანხა, მე უბრალოდ არ მინდა ზუსტად შევიდე დეტალებში, ესეც რომ იცოდეს ჩვენმა ქვეყნის მოსახლეობამ, საკმაოდ დიდი შემოსავალია, რომელიც ასევე შევა საქართველოს ბიუჯეტში. და რა გვინდოდა უბრალოდ საინტერესო არის, აი, სადაც ამდენი დავთვალეთ, აი ეს 4.320.000-ია საუბარი ყოველ თვე. მარტო ბილეთების შემოსავალი მოგების გადასახადი რომ გადაიხადოს კომპანიებმა. წლიური რამდენი გამოვა ეს რო 12-ზე გავამრავლოთ. კი ბატონო, გავამრავლოთ. $51,040,000 და ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, ეს არის წმინდა ბილეთის გაყიდვიდან მიღებული მოგების გადასახადი. არის წლიური ეს და რუსეთ-საქართველოს შორის. რუსეთ-საქართველოს შორის. ამას ემატება, წარმოიდგინეთ, თითო ბილეთზე $20, რაც თქვა მერაბმა, ამას ემატება. გადაამოწმო თუ მესევიც. საწვავის მიღებული შემოსავალი და ამას ემატება მიწის მომსახურების, ანუ რაც რომლებიც რა თქმა უნდა მოგების გადასახადს საქართველოს ბიუჯეტში იხდიან. და კიდევ ერთხელ, რატო უბრუნდებით იმ საკითხს და რატო დავიწყეთ საერთოდ ეს? აი რატო გვინდოდა ჩვენ და რატო თქვით? სწორედ ის კვლევა, რომელიც გიორგი აბაშიშვილმა წარადგინა და საკმაოდ კარგია და მართლა გასახარებელია სტატისტიკა, რაც ეხებოდა რომ საქართველოს მიიღო ძალიან დიდი შემოსავალი ამ ფრენებისგან და ასე შემდეგ. უბრალოდ თქვენ წარმოიდგინეთ ახლა და მე მინდა რა თქმა უნდა გიორგისაც შეუთვალოთ აქენა ჩვენი სტუდიიდან რომ კარგი კუთხით რომ ხო წარმოგიდგენე ისე ზაზეც თქვა გიორგი მერი ლაპარაკა ან იმ ტელევიზიაში ვერი თქვა სიმართლე არის ეს ხალხო რუსეთს საქართველოს შორის ფრენებმა უდიდესი წილია სწორედ ეკონომიკაში და იმ სქემებში და იმ ნებისმიერ ცხრილში რაც არის საქართველოსთვის მისალოცი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის მისალოცი და ეს არის საქართველოს ეკონომიკის შემოსავალი და როგორ შეიძლება ეს არ გიხაროდეს და როგორ შეიძლება რომ ეს არ გამოიყენო კიდევ უფრო კარგად ამიტომ გვინდოდა ჩვენ გაგვეკეთებინა ეს სიუჟეტი ამიტომ გავაკეთეთ ეს გრაფიკა ამიტომ გვინდოდა რომ მოსახლეობა შევთავაზოთ და ნახონ და იცოდნენ რომ არა იმისათვის რაზეა ლაპარაკი არც ყველაზე პატარა როლი შევიტანეთ ჩვენ მე პირადად სოლიდარობის გუნდმა, სოლიდარობის სტუდიამ ის რომ ფრენები აღდგა, ის რომ ვიზები მოიხსნა და ის რომ პუტინმა ხელი მოაწერა სწორედ იმ რეზოლუციას, იმ წვალებას, რასაც ჩვენ 6 თვე მანამდე ვიწვალეთ და დავიწყეთ ეს, რაც ეს დაგვიდასტურა და აი სწორედაც ამის შედეგია, რომ დღეს აი ამას ვითვლით ჩვენ და ისე რა, გულზე ხელი დავიდო და თქვათ ხალხო, ჩვენ ამას რა ვიგონებთ? არ არის ესე? არ არის უდიდესი შემოსავალი საქართველოსთვის? არ არის ეს საჯარო წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია თუ ვინმე ზეჭვი შეეპარება ამ რიცხვების ანსანდოობაში ან რაიმე განსხვავებული მოსაზრება ეკნება ჩვენ არ აგვაქვს იმაზე პრეტენზია რომ ეს არის რაღაც ეკონომიკის ექსპერტების მიერ დათვლილი ციფრები რა თქმა უნდა მაგრამ ეს არის საჯარო წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია ნებისმიერ შეუძლია გადაამოწმოს თქვენ თუ სხვა მათემატიკას მიიღებთ ამ შემთხვევაში კი ბატონო დიდი სიამოვნებაა და ბოლოს ჩვენ ტექნიკურად გავიარეთ ცივად ეხლა და აი გრაფიკა თუ შეიძლება კიდევ ერთხელ გამოვაჩინოთ გრაფიკაზეც ხედავს მაყურებელი რომ აი ეს არის დღევანდელი მონაცემები დღეს ჩვენი ძალიან ცივად და დავიწყეთ საშუალოდან საუბარი გარდა იმისა რომ ეს ტექნიკურად და ესე ცივად და მარტო ციფრებზე რო არ ვილაპარაკოთ ხალხო ამას ხო აქვს უდიდესი პოლიტიკა უკან ამას ხო უმაგრებს ზურგი ის რომ ეს უნდა იყოს საწინდარი ამ ორ ქვეყანას შორის გარდა ეკონომიკისა
ხალხთა შორის ურთიერთობები და ყველა იმ პრობლემის მოგვარება, იმიტომ რომ განაპირობებს ეკონომიკა, ყოველთვის განაპირობებდა ეკონომიკა, რომელიც საუკუნეც არ გინა ავიღოთ გეოპოლიტიკას. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია და ეკონომიკური ინტერესები ერთ-ერთი ეს ხო ჩვენ ხო არაფერი გვისაუბრია. ჩვენ არაფერი გვისაუბრია და არც გამოგვიტანია ახლა რამ ტვირთი გადააქვს. ტვირთიდან შემოსავალი რა არის? ხალხთა შორის ურთიერთობისთვის რა არის? რამდენმა ერთმანეთის ოჯახის წევრებმა ერთმანეთი ნახეს. კი ბატონო, ძვირია ფასები, მაგრამ ამ ძვირი ფასებიდან გამომდინარე, თქვენ ხო ნახეთ ხალხო რომ ბილეთები ფაქტიურად არ არის. ფაქტიურად არ არის, ხო ნახეთ იმ ვიდეოში 9, 7, 4 და 1 ბილეთია დარჩენილი. ამიტომ გვიდოდა გვეთქვა და გვენახებინა თქვენთვის. ჩვენ რაც მოვამზადეთ, შეიძლება რაღაცა შეცდომა დაუშვით სადმე, მაგრამ არ ამგონია ეს არის ეს მონაცემები საშუალოთიც კი ხვდებით ჩვენ თვეში რა შემოსავალი შემოიტანა ამ ფრენებმა რუსეთ საქართველოს შორის და წელიწადში რა შემოსავალი შემოიტანა. ამიტომ გვინდოდა ეს გვენახებინა ჩვენ. მადლობა ცოტნე, თუ არაფერი არ გეკითხება. კი ბატონო, დაამატე და შემდეგ დავასრულოთ უნდა გადაცემა. მოჩები რომ ნამდვილად ხო ეხლა რაც მერაბმა გადაუხადა მადლობა იმ გუნდს ვინც ჩანს ვინც არ ჩანს კამერებთან ღიად მაგრამ აქვს დიდი წვლილი ამ საქმეში შეტანილი უბრალოდ აი მე შემთხვევით არ ვახსენე ჩვენ დავითვალეთ ეხლა ძალიან მიზერული წვლილი იმისა თუ სინამდვილეში რამდენი შედის ქართულ ეკონომიკაში აი ამ პირდაპირ ფრენების აღდგენითა და ვიზო რეჟიმის მოხსნით რუსეთთან. რატომ იცით რომ დღეს სანამ შემოვიდეთ, უბრალოდ ეხლა დრო ძალიან გაგვეწელა, თორემ მე ჩავაგდეთ გვაქვს ქარდიც, ეგრეთ წოდებული საქართველოს მთავრობამ დადო დღეს ქარდი და ვნახეთ სანამ შემოვიდეთ, ჩავაგდეთ. შეგვიძლია ვაჩვენოთ არ გაგვეწელება ერთი. კი ბატონო, შეგვიძლია ვაჩვენოთ ან იმაპარაკეთ. ეგ არის ბოლო ინფორმაცია. ეს ქარდი არის დღევანდელი ქარდი, ზუსტად აი ამ ორ კვარტალზეა საუბარი, ამ 6 თვის განმავლობაში საქართველოში ტურიზმის შემოსავალი იყო რეკორდული, ეს არის 2 მილიარდი აი გამოჩნდება ეხლა. ეს არის დღეს გაკეთებული დღევანდელი ქარდია, კი 2 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა ტურიზმის მხრიდან მინიმუმად შემოსავალი. ოფიციალურია, რასაც მთავრობა აქვს. რა თქმა უნდა, 6 თვეში, ხო? ეს ის 6 თვე მაყურებელს რომ გასაგები იყო, ჩვენ რა სტატისტიკას მოვიყვანეთ, სადაც 591,000 რუსი იყო შემოსული. ნუ რუსეთის მოქალაქე. ჩვენი საანგარიშო პერიოდი რა. ხო, ჩვენაც ვიანგარიშის ზუსტად 591,000 რუსეთის მოქალაქე რო იყო აქ საქართველოში შემოსული. აი იმ 6 თვეზეა საუბარი და ეხლა თლიანად რო არ არის გასაგებია, მაგრამ ამაში ხო ძალიან დიდი წვლილი ამ 2 მილიარდში რუსეთის მოქალაქეებს აქვს იმ 591,000 კაცს, ვინც საქართველოში ჩამოვიდა, ხო? და ეს უშუალოდ ეს გურმით ხوار შემოვიდოდნენ ან რაღაცა რა ვიცი ცხენები და ფაეტონებით ხوار შემოვიდნენ ზუსტად აი ამ პირდაპირმა ამდენმა პირდაპირმა რეისმა პირველი საერთოდ არ იყო ეგ გასაგებია მაგრამ დღეს რომ ამდენი პირდაპირი რეისი არსებობს ამდენი ადამიანს აქვს რუს და ქართულს იქი ჩასვლის და რუს აქე ჩამოსვლის შესაძლებლობა ფიზიკურად რო აქვს ამის შესაძლებლობა იმან განაპირობა რომ დღეს საქართველოს მთავრობა დებს ამ ქარს და იძახის რომ რაღაცა საქართველოს ისტორიაში პირველად ტურიზმის შემოსავალმა 6 თვეში 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ჩვენ ზუსტად ამაზე ვსაუბრობთ, რომ ეს არის ეფექტი. აი ამ გაკეთებულმა საქმემ რა ეფექტიც დადო, ზუსტად ეს ეფექტია. სხვა ფაქტებია ეს არის, ციფრები, ფაქტები, რომელიც ქართულ ეკონომიკაში და ქართული მოსახლეობის ჯიბეებზე აისახება, კეთილდღეობაზე აისახება და იმაზე აისახება, რომ ის რა მუქარებიც არსებობს დაუშვათ ევროკავშირის მხრიდან და დასავლეთის მხრიდან ხო ზუსტად აი ეს დღევანდელი შედეგები აძლევს ქართულ ოცნებას სიმართლე ითქვას და უნდა ითქვას კიდეც ხო იმის ზურგს და იმის საშუალებას რომ აი იქიდან აი ამ ზეწოლას ასე მტკიცედ დახსოვს და ესე მაჭორ ჯამ ბენეფიტებს იღებს ის ხალხის აი ეს ურაპატრიოტები რო დარბიან და ძირს რუსეთის დამპალი იმპერია და ასე შემდეგ და ვაშაძე სახლი ხარ და რუსზე გაქირავებული თქო რუსეთის მოქალაქე ვაშაძის პარტიის წევრი რო ხარ და ვაშაძეს რო თვითონ სახლი აქვს რუსზე მიქირავებული და მე რომ მეუბნები რუსეთუმეობაზე რამე ნაკოფიას რომელსაც პასპორტი უდევს რუსეთის მოქალაქეა ნაკოფიას რომელსაც რა პასპორტი უდევს რუსეთის მოქალაქეა და მე და შენ გვეტყვის რომ ჩვენ ვართ რუსეთუმეები და პუტინის მაგაცები ამ დროს აი ეგ არის უბედურება ამ ქვეყნის რომ ვართ ძალიან ზერელეები ხანდახან და აი ეს ვაშა პატრიოტიზმი თუ რუსულად უფრო ზუსტად ჟღერს ეს ურაპატრიოტიზმი გახდა მოდური ამ ქვეყანაში ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე რაღაცის დაბრეხვება მერე და პასუხს რო არ აგებ მერე შედეგი ამ ყველაფერს რა მოყვება რაში გაინტერესებს შენ ხო ენა მოიქავე რის თქმას გინდოდა ხო თქვი აი ესეთი დამოკიდებულებები ხშირად აზიანებს ხოლმე პროცესს და აზიანებს ყველაფერს და ბევრი რამ რაც არ მოგწონს არის სწორედ აი ასეთი
ინფანტილური ალბათ, ასაკთან შეუბერებელი ქცევის ბრალი. დიდი მადლობა მინდა მეგობრებო, დიდი მადლობა გადაცემისთვის. ძალიან რეკორდულად დიდი გადაცემა გამოგვიყვება. კი ბატონო, მაგრამ ნუ მოგვიწია და თითქმის 2 საათია, კი მაგითი უნდა დავამთავროთ. თითქმის 2 საათია ეთერში ვიყავით. და ვთქვათ კიდევაც რატო ვამთავრეთ ამ ვიდეოთი. და მოდი თუ გინდა ლოგიკურიც იქნება. ვიდეოს მე მგონი შენ გეკუთვნის ჩემერა ყველაზე მეტად რომ თქვა ამ ვიდეოს პრეზენტირება გააკეთო და ეს არ არის ახალი ვიდეო, ეს არის არქივის. პრინციპში ეს იქნება ლოგიკური და უბრალოდ კიდევ ერთხელ შეხსენება, თუნდაც რაზე ჩვენ ახლა დღეს ვილაპარაკეთ. აი იმ ყველაფრის ფონზე, სწორედ როდესაც ფრენები აღდგა და აი ეს პლუსი, რაზეც მთელი 1 საათნახევარი ვილაპარაკეთ და თუ 2 საათი და კიდე არ გვეყო დრო და ძალიან კარგია და კიდე ერთხელ ულოცავ საქართველოს. ნებისმიერ ხელისუფლებას იქნება თუ ნებისმიერ ადამიანს რუსეთში მცხოვრებ ქართველს თუ არა ქართველს, აქ მცხოვრებ შეერთებულ ოჯახს და ასე შემდეგ უსურვებ წარმატებას, რომ მართლა გადავრჩეთ და ძალიან მნიშვნელოვანია. დღევანდელ გეოპოლიტიკაში ეს გეოეკონომიკა და ეკონომიკის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს ვისთან, ყველაზე ისეთ მეზობელთან, რომელთანაც, მსოფლიოს უნდა რატომაც ურთიერთობა დაალაგოს და ჩვენებს უნდათ რომ ურთიერთობა გაწყიტონ. მოკლედ, ეს ვიდეოც არის სწორედ იმის შემახსენებელი. ეს არის ვიდეო, როდესაც ჩვენ ჩამოვფრინდით პირველი პირდაპირ ფრენა, როდესაც 19-ში დაინიშნა, რომელსაც ჩვენ გამოვყევით იქიდან გამოვფრინდით, სწორედ როგორ დაგვხვდა დღევანდელი ეგრეთ წოდებული ოპოზიცია, რომელიც ნაწილი დღეს ციხეშია და საკმაოდ ისე ჩუმად არიან და კარგად არიან ჩუმად, სხვათა შორის ძალიან კარგია, ყველა ჯანმრთელად იყოს, ბედნიერად იყოს და ქალბატონი ხოშტარია, რომელიც აგერ ნახავთ კიდევ ერთხელ უბრალოდ გაიხსენებთ როგორ დაგვხვდნენ და რას გვეძახდნენ. მადლობა. ბოლო სიუჟეტი თუ შეიძლება, დიდი მადლობა ძვირფასო მაყურებლებო, დაგიტოვებთ აი ამ ბოლო ვიდეოს არქივიდან და დაგემშვიდობებით ჩვენ ამ ფორმატში შევხვდებით მომდევნო შაბათს, მანამდე რა თქმა უნდა 4 შაბათს უკვე დაგიბრუნდებათ კვლავაც სოლიდარობის სტუდია საინტერესო სტუმრებთან და თემებთან ერთად. დიდი მადლობა, გემშვიდობებით და მომავალ შეხვედრამდე. საქართველოს ულოცავთ იმ გამარჯვებას, რაც მოიტანა სახალხო დიპლომატიამ და კონკრეტულად იმ შედეგმა, რომელზეც ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ჯერ კიდევ 7 დეკემბერს. სოლიდარობა მშვიდობის სახელით იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც დღეს აქ არიან წარმოდგენილი, ჩვენ გქონდა ფორუმი, სადაც მონაწილეობას იღებდა მეორე მხარე, რუსეთის მხარე, რუსეთის დუმის დეპუტაცია, 2 საკითხზე იყო საუბარი, რომ საქართველოს მოსახლეობას მოგსწრონდა ყოფილიყო უვიზო რეჟიმი და შესაბამისად აღდგენილიყო ფრენები. განსაკუთრებით მინდა მიულოცო რუსეთში მცხოვრებ 800,000-ზე მეტ ქართველს, რომელიც 23 წლის განმავლობაში იტანჯებოდა იმის გამო, რომ მათ არ ჰქონდა თავის შვილიშვილების, თავის ოჯახის ნახვის უფლება. არასოდეს თქვენ არ გამჩენიათ სურვილი, რომ პირდაპირ ეთერში მოგეწვიეთ და ჩვენ გვესაუბრა იმ ბიზნესებზე, ამოცანებზე და ბიზნეს მისწრის საშუალებებზე, რომელსაც ჩვენ როგორც თეორია განვიხილავთ. შედეგი, რომელსაც ელოდა 23 წელი საქართველოს მოსახლეობა, შედეგი მიღწეულია. თუმცა ეს არ არის ბოლომდე გამარჯვება. გადაწყვეტილია ქართულ ხალხს მიეცა საშუალება იფრინოს პირდაპირ და უვიზო. ვინც ამას აპროტესტებს, ის უპროტესტებს ადამიანს, ქართულ ადამიანს, არა მარტო ქართულ, საქართველოს მოქალაქეს თავის ახლობლის ნახვას. სამოქალაქო აქტივისტებს რატომ აკავებ? პოლიციაზე კოჭის ცოლა დანაშაული არა. ვინის როა შუშა? დინება არ არის დანაშაული. დანამდვილებით იცი? დანამდვილებით იცი რომ არაფერი დაუშავებიაო. რეალურად ჩვენ მივიღეთ პირველი შეფასების შედეგი, როდესაც იგი ფაქტურად მოხდა დაახლოება საქართველოს შორის ინტერესებიდან გამომდინარე. Все хорошо, да, замечательно, быстро. Всего 3:15. Да, вообще очень хорошо. И обслуживание было прекрасное, замечательный полет, комфортный, без турбулентности даже. კიდე ერთხელ ვამბობ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობის ინტერესები, ჩვენი ინტერესები. პუტინის რეჟიმმა ეს გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეების ინტერესებზე დაყრდნობით მიიღო ბატონო მერე. შედეგი, რომელზეც ახლა ვსაუბრობ, რომელსაც ჩვენ აი ახლა დავხვდით 23 წლის შედეგს. შედეგი, რომელზეც ჩვენ საუბრობთ, ეს შედეგი მიღწეულია ჩვენი
ორგანიზაციის, ასევე მონაწილე ორგანიზაციაში ამ ფორუმში მონაწილე იმ ადამიანების სახელით და საქართველოს უმრავლესობის სახელით, რომ საქართველო იმსახურებს ხოდეს უვიზო მიმოსვლა.